ჭეშმარიტად გონიერ ადამიანს მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს. მთელი თავისი არსებით დაემორჩილოს და სათნო იყოს ღმერთს. მას მხოლოდ მიუძღვნის გონიერი კაცი თავის სულს და მხოლოდ იმას შეაგონებს საკუთარ თავს, თუ როგორ მოაწონოს თავის შემოქმედს, რომელსაც მარად მადლს მიუძღვნის მისი კეთილი განგებულებისათვის ცხოვრების ნებისმიერ შემთხვევაში. როგორადაც უჯეროა ჩვენს განმკურნվել დასტაქარს არ მადლობდეთ ჩვენი სხეულის გამრთელებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი მწარე, უსიამოვნო წამალს გვაძლევდა და ტკივილსაც გვაყენებდა. ამგვარადვე არ შეჰგავს უმადურნი ვიყოთ ღმერთისა ყოველივე იმისათვის, რაც უსიხარულო გვეჩვენება ჩვენთვის, რადგან გონიერად ვერ განსჯით ხოლმე, რომ ყოველივე მისი განგებულებით აღესრულება ჩვენდავე სასარგებლოდ. აი, ამგვარ სჯაში და ამგვარ რწმენაში ღმერთის სამართლიანი განგებულებისა არის მხოლოდ ხსნა და სიმშვიდე ჩვენი სულებისათვის. სათნო გვეყო უფალი და უწინარესად იმით, რომ ჩვენ ცოცხლები მკვდარ ღმერთებს აღარ ვსწირავთ მსხვერპლს და აღარც თაყვანს ვცემთ, არამედ შევიცანით უფლის მიერ მამა ჭეშმარიტებისა. ამრიგად განარაში უნდა გამოიხატებოდეს ჩვენი დამოკიდებულება თუ არა იმაში, რომ არ უარвყოთ ის, შემმეცნებელი ჩვენი. იგი ხომ თავადაც ბრძანებს, ვინც აღმიარებს მე კაცთა წინაშე, მას აღვიარებ მეც ჩემი მამის წინაშე. ასეთი ჯილდო გვიბოძა იმის აღიარებისათვის, ვინაც გვაცხოვნა, მაინც რით აღვიარებთ უფალს. უფლის სიტყვის აღსრულებით, ცნებათა დაურღვევლობით, თაყვანისცემის აღვლენით, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ გულით და გონებით. ესაია წინასწარმეტყველთაგან ხომ თქვა უფალმა, პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ გულით კი შორს არის ჩემგან. ვინ ირწმუნა უფალი ჭეშმარიტად? ამგვარად ნუ დაუკმაყოფილდებით მხოლოდ იმით, რომ უფალი ვუწოდოთ მას. ეს როდი გვაცხოვნებს, რამე თუ უფალი ამბობს, არა ყოველმან რომელმან მრქვას მე უფალო და შევიდეს სასუფეველსაც ათასა, არამედ რომელმან ხოს ნებაი მამისა ჩემისაი ზეცათასა. ამიტომ ძმანო, დაეაღვიარებდეთ უფალს საქმეებით, ურთიერთ სიყვარულით, მოვიძაგოთ სიძვა, განვაგდოთ ძვირისმეტყველება და შური, აღვისოთ მოთმინებით, სათნოებით, სიკეთით. ამგვარი საქმეებით უნდა აღვიაროთ უფალი და არა საწინააღმდეგო ქმედებებით. გულწრფელად უნდა შეგვტკიოდეს გული ერთმანეთზე და გძულდეს ვერცხლის მოყვარეობა. არ უნდა გვეშინოდეს ადამიანების, არამედ უნდა გქონდეს შიში ღვთისა. თუ კი ვიუშჩულოებთ უფალი იტყვის, თუ კი ჩემი სახელით შეიკრიბებით და ჩემს მცნებებს არ აღასრულებთ, არ გიცნობთ და გეტყვით. განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი, უსჯულოებისანი. ძმანო, ამას უფლის უარმყოფელნი, უფლის ნებას აღვასრულებთ და ამიტომაც ნურც ამ ქვეყნიდან გასვლის შიში გვექნება. უფალი ამბობს, იყავით ვითარცა ცხოვარნი შორის მგელთა. პეტრე მოციქული კი ამის პასუხად ამბობს, თუ მგლები კრავებს დაგლეჯენ, უფალი იესო პასუხობს, ცხრებს მგლების შიშის სიკვდილის შემდეგ აღარ უნდა გქონდეთ. არც თქვენ უნდა გეშინოდეთ თქვენი მკვლელების, მათ ხომ მეტი არაფერი შეუძლიათ გააკეთონ და უმწეონი არიან. გეშინოდეთ მისი, ვისაც ჩვენი სიკვდილის შემდეგ ხელმწიფება აქვს ჩვენივე სულსა და სხეულზე და ცეცხლოვან გეენიას განუმზადებს მათ. იცოდეთ ძმანო, რომ ამ ქვეყნად ჩვენი უძლური სხეულის ხეტიალი ძალზე ხან მოკლია, ხოლო იესო ქრისტეს აღთქმა ყოვლის მომცველი და განმაცვიფრებელი, სახელდობრ, სიმშვიდე მომავალი სასუფევლისა და საუკუნო ცხოვრებისა. რით შეიძლება დავიმკვიდროთ ეს სიმშვიდე თუ არა ღვთისმოსავი და ღვთივსადნო ცხოვრებით, ამ ქვეყნიურ სიკეთეთა უარყოფით და მოწაგებით. თუ კი ეს არ გსურს, მაშინ სწორ გზას ავწდენილ ვართ. Sola
უფალი ამბობს, ვერ ვისხელეწიფების ორთა უფალთა მონება. თუ კი ვემსახურებით უფალს და მამონასაც ვემონებით, ეს ჩვენთვის ძალზე საშიშია. რამე თუ რასარგებელს ეყოს კაცსა, უკეთ თუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს. წუთი სოფელი და საუკუნო მარადიული სასუფეველი ერთმანეთის მტერია. წუთი სოფელი გვიბიძგებს მრუშობის, ვერცხლის მოყარეობის, სიცრუისა და გარყვნილებისაკენ, რაც სასუფევლისათვის მიუღებელია. შესაბამისად შეუძლებელია ორივეს ერთდროულად დაუმეგობრდეთ. ან ეს საუკუნო სოფელი უნდა დაუტოვოთ, ან და მარადილს შევეთვისოთ. დავფიქრდეთ, რა უფრო უმჯობესია. შევიძულოთ ამ ქვეყნიური სიკეთენი, რომლებიც წარმავალია და ხრწნადი, თუ მიველტვიდეთ უმშვენიერეს და უხსნას სიკეთეებს. რამე თუ უფლისნების აღმსრულებელნი სიმშვიდეს მოვიხვეჭთ, ხოლო მცნებათა უარმყოფელთ საუკუნო სასჯელი გველის. ეზეკია წინასწარმეტყველთან წმინდა წერილში უფალი ამბობს, ვერც ნოე, ვერც იობი და ვერც დანიელი ვერ გადაარჩენდნენ თავიანთ შვილებს, ტყვეობაში მყოფთ. და თუ ეს უფლის წინაშე მართალი ადამიანები უძლურნი არიან თავიანთი სიმართლით იხსნან შვილები, ჩვენ როგორ შეიძლება გვქონდეს უფლის სასუფეველში შესვლის იმედი, თუ კი ნათლისღების სიწმინდესა და უმანკოებას შევბღალავთ. ან და როგორ გვიშუამდგომლებს ვინმე უფლის წინაშე, როდესაც ჩვენს ღვთისმოსავ და მართალ საქმეებს ვერსად აღმოაჩენს. ამგვარად ძმანო ვიღვაწოთ. რამე თუ ცხოვრება ბრძოლაა და თუმცა ფუჭ საგმირო საქმეთა ჩადენას ბევრი მიელტვის, ყველა როდი ხდება გვირგვინმოსილი, არამედ მხოლოდ დიდად ღვაწლმოსილნი. და ჩვენც ვიღვწოდეთ ისე, რომ შევიქმნათ ყველასაგან გვირგვინმოსილნი, სწორი გზით ვიდოდეთ, ეს უხრწნელი გმირობაა. და ერთად ვიდოდეთ ამ გზით და ვიღვაწოთ ისე, რომ ღირს ვიქმნეთ გვირგვინისა. თუ კი ყველა გვირგვინის ღირსი ვერ შევიქმნებით, ბოლოს და ბოლოს გვირგვინს ხომ მაინც ხომ მივუახლოვდებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ისიც კი, ვინც ფუჭ საგმირო საქმეებში გაწაფულია, საკმარისია წაიფრთხილოს, რომ კინწისკვრით გამოაგდონ ასპარეზიდან. როგორ გგონიათ, რა დაემართება იმას, ვინც ვერ გაუძლებს უხრწნელ დიდებას, გმირობას, ხოლო მათ შესახებ, რომელთაც ვერ შეინარჩუნეს ბეჭედი, იგულისხმება ნათლობა, ნათქვამია. მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისათვის. ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს საქართველოს აწდა მარადის ქრისტეს გზით ევლოს მრავალ ჟამიერ. უსმინეთ ყველგან FM 105-სა და 4-ზე საპატრიარქოს რადიო ივერიას. ამგვარად შევინანოთ, ვიდრე დედამიწაზე დავაბიჯებთ. რამე თუ თიხავართ ოსტატის ხელში. როდესაც მექოთნე ჭურჭელს ამზადებს, უნაკლო ფორმის მიღებამდე გლუვის ზედაპირი ხშირად უმრუდდება და შეუძლია დაშალოს და ისევ თავიდან მოზილოს იგი. მაგრამ თუ კი იჩქარებს ქოთნის ღუმელში გამოსაწვავად შედგმას, ისე რომ საბოლოო ფორმა არ მიუცია, მერე ვეღარაფერს უშველის. ასევე გვემართება ჩვენც. ვიდრე ამას სოფელში ვიმყოფებით, მთელი გულით უნდა შევინანოთ ჩადენილი ხორციელი ბოროტებანი, რათა გვაცხოვნოს უფალმა, ვიდრე კიდევ დაგვრჩენია დრო სინანულისათვის. რადგან ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან გასულთ, დრო აღარ დაგვრჩება აღარც საახსარებოდ და აღარც სინანულისათვის. ამრიგად ძმანო, მხოლოდ მაშინ მივიღებთ საუკუნო ცხონებას, როდესაც უფლის ნებას აღვასრულებთ. სხეულის უმანკოებას დავიცავთ და უფლის მცნებებს დავიმარხავთ. რამე თუ უფალი სახარებაში იტყვის, მცირედში სანდო, დიდშიც სანდოა და მცირედში უნდო, დიდშიც უნდოა. რაც ნიშნავს, დაიცავი სხეული უბიწოთ და ბეჭედი შეურყვნელად, რათა მიიღოთ საუკუნო ცხოვნები. ურავინ იტყვის, რომ სხეული არც განისჯება და არც აღსდგება. იცოდეთ, რომ ცხონდით და აგეხილათ თვალნი მხოლოდ სხეულში. ამიტომ სხეული უნდა დაიცვათ როგორც ტაძარი ღვთისა.
რამე თუ ვითარცა სხეულში მყოფთ მოგიწოდათ უფალმა იესო ქრისტემ, ასევე ხორცში მყოფნი წარსდგებით საშინელის სამსჯავროს წინაშე. როგორც უფალი იესო ქრისტეს მაცხოვრის ღვთაებრივმა სულმა ხორცნი შეისნა და განკაცდა, ჩვენც ასევე უფლის სხეულში მივიღებთ ჯილდოს. გვიყვარდეს ერთმანეთი, რათა ერთად დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა. ვიდრე განკურნების დრო კიდევ გვაქვს, მივენდოთ მკურნალ უფალს და მივაგოთ მისაგებელიც. რა არის ეს უფლის წინაშე მისაგებელი? წრფელი გულის შემოსრულება. უფალმა ხომ ისედაც უწყის ყოველივე და ხედავს ჩვენს გულებს. აღვავლინოთ ქება უფლის წინაშე მხოლოდ ბაგეებით კი არა, მთელი გულით, რათა შეგვიწყალოს უფალმა როგორც შვილები. რამე თუ თქვა უფალმა, რომელმა ჰყოს ნება მამისა ჩემისა ზეცათასა, იგი არის ძმა ჩემი. ამიტომ ძმანო აღვასრულოთ ნება მამისა, ცხოვრების მომცემელისა. მიველტვოდეთ სათნოებას, დავთრგუნოთ მან კი ერებანი ცოდოთა წინამორბედნი. აღმოვფხრათ ბიწიერი გულის თქმანი, რათა ბოროტებას არ დავემონოთ. თუ კი ვეცდებით სიკეთე ვქნათ, ეს სიმშვიდეს მოგუგვრის. ამიტომ არის რომ სიმშვიდე ვერ დაისადგურებს იქ, სადაც ადამიანური შიში ბოგინობს და ადამიანები ამ ქვეყნიურ განცხრომას ამჯობინებენ სამომავლო აღთქმას. მათ არ უწყიან თუ როგორ იტანჯებიან ამ ქვეყნიურ სიამეთა ტყვეობაში მყოფნი და რაოდენ ტკბილია მომავალი აღთქმა. ასატანი იქნებოდა რომ ასე მხოლოდ ერთეულები იქცეოდნენ. ისინი ხომ გამუდმებით ჩააგონებენ თავიანთ უკეთურ სწავლებას შეურყვნელ სულებს და როდი უწყიან რომ ორგზის განისჯებიან თავადაც და მათი მიმდევრებიც. ამგვარად დავეგოთ უფალს შემოსრული გულით, რათა განმართლდეთ. თუ კი ურწმუნოების გამო არ ვემსახურებით უფალს, არ ვიქნებით ბედნიერნი. რამე თუ სიტყვა წინასწარმეტყველთა ამბობს. უბედურნი არიან ორგულნი, მერყევნი გულით, რომლებიც ამბობენ. ჩვენი მამების დროიდან მოყოლებული გვესმოდა ეს ყოველივე. დღე და ღამე მოლოდინში ვართ, მაგრამ მსგავსიც ვერაფერი ვნახეთ. უგუნურნო. შეადარეთ თქვენი თავები ხეს, მაგალითად ვაზს. ჯერ უნდა გაისხლას, შემდგომ ამოიყრის ყლორტებს, დაიმტევნება და ბოლოს ორზნის ნაყოფით დაიხუნძლება. ასევე დაითმინა ჩემმა ერმა მწუხარება და წუხილი და შემდეგ მადლი მოიხვეჭა. ამრიგად ძმანო, ნუ დაეჯდებით. სასოება გქონდეს რომ მოგვეცემა მისაგებელი. რამე თუ სარწმუნოა იგი, რომელმაც აღგვითქვა ყველა მისაგებელი საქმეთა ებრმად და თუ კი ჩვენი საქმეებით განმართლდებით უფლის წინაშე, მოვიხვეჭთ ცათა სასუფევლის იმ გამოუთქმელ მადლს, მივემთხვევით, რომელი თვალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა. ამრიგად, დაედგენია და ღვთის სასუფევლის მოლოდინში ვიყოთ სიყვარულსა და სიმართლეში. რამე თუ არ ვუწყით დღე ღვთის ჩენისა, თავად უფალმა, როდესაც კითხეს თუ როდის მოვა მისი მეუფება, უპასუხა. როდესაც ორნი გახდებიან ერთნი, გარეგანი იქნება ისე, როგორც შინაგანი. მდედრი და მამრი ორივე ერთნი იქნებიან, არ იქნება აღარც მდედრი და აღარც მამრი. ორ ადამიანს შორის ერთსულოვნებაა, როდესაც მართალნი არიან ერთმანეთის წინაშე. როცა ორ სხეულს თვალთმაქცობის გარეშე ერთი სულის კვეთება განსჭვალავს. სიტყვები გარეგანი როგორც შინაგანი ნიშნავს შემდეგს. შინაგანში იგულისხმება სული, ხოლო გარეგანში სხეული. სხეული ჩანს, ასევე უნდა განცხადდეს შენი სულიც კეთილ საქმეებში. ხოლო სიტყვები მდედრი მამრი ამბა ანტონის კითხეს. რა უნდა დავიცვა რომ სათნო ვიყო ღმერთს? ანტონი მუპასუხა. დაიცავი რასაც გამცნებ. სადაც გინდა წახვიდე, თვალთაწინ ყოველთვის გყავდეს ღმერთი. რასაც გინდა აკეთებდე, ყოველთვის საფუძველი საღვთო წერილში ეძიე და სადაც გინდა იყო, სწრაფად უნდა ტოვებ იქაურობას. ეს სამი მცნება დაიცავი და ცხონდები. ამბა ისაია პრესვიტერი ამბობდა რომ ერთ-ერთმა მამამ თქვა, ყოველმა ადამიანმა უპირველესად ღვთის რწმენა და მისკენ განუწყვეტელი სწრაფვა უნდა მოიხვეჭოს. ამის შემდეგ უბოროტობა და ბოროტის წილ სამაგიეროს არ მიგების უნარი. სიავის დიდსულოვნა დატანა, სიმდაბლე, სიწმინდე, კაცთმოყვარება და ყველას მიმართ სიყვარული. მორჩილება, თვინიერება და მოთმინება, სიმტკიცე და ღვთის სიყვარული. განუწყვეტლებ გულის შემოსრულებითა და ჭეშმარიტი სიყვარულით უნდა უხმობდეს უფალს. არ უმზიროს წარსულს, არამედ გულის ყური მომავალს მიაპყროს. არ იყოს საკუთარი სათნო საქმეების, ან მსახურების იმედად,
არამედ ყოველდღიური განსაცდელების გამო, განუწყვეტლივ გამოითხოვოს ღვთის შეწევნა. ამბა იოანე კოლოვი ამბობდა: მე მსურს ადამიანი ყველა სათნოებას სიმდაბლით ეძიებდეს. ყოველდღიურად უდიდესი სიმტკიცით, შიშითა და მოთმინებით, ღვთის სიყვარულით, სულისა და სხეულის მზაობით შეუდექი ყოველგვარ სათნოებას და ღვთის მწნებას. ღრმა სიმდაბლით, გულის მუდმივი შემოსრულებითა და სიფხიზლით, ხანგრძლივი ლოცვითა და სულის თქმით, შენდობის თხოვნით, ენის სიწმინდით და თვალთა დამარხვით. თუ შეურაც გყოფენ, ნუ განრისხდები. იყავი მშვიდობის მოყარე და ბოროტებით თქვენ უმიუზღავ. სხვათა შეურაცხყოფას ყურადღებას ნუ მიაქცევ. ნუ იფიქრებ მედიდურად საკუთარ თავზე, არამედ ყველა ქმნილებაზე უფრო დამდაბლდი. მოიძულე ყოველივე ხორციელი და ხრწნადი. იტვირთე ჯვარი, იბრძოლე. იყავი სულით გლახაკი, ასკეტი სულითა და საქმით. იმარხულე, კონდეს სინანული, იგლოვე და იღვაწე. განსაჯე, კონდეს სულის სიწმინდე და კეთილგანწყობა. დუმარებით იშრომე, ღამისთევით, შიმშილითა და წყურვილით, სიცივით, სიშიშვლითა და შრომით იცხოვრე. დაბეჭდე შენი კუბო, თითქოს და უკვე მკვდარი იყო. ყოველ წუთს თვალწინ გედგას სიკვდილი. ამბა იოსებ თებაიდელი ამბობდა: 3 ღვაწლია ღვთის წინაშე ძვირფასი. პირველი, როდესაც სულიერად დაუძლურებული ადამიანი მოწეულ განსაცდელს მადლობით დაითმენს. მეორე, როდესაც კაცი ცდილობს, ყველა მისი საქმე წმინდა იყოს ღვთის წინაშე და კაცობრივი არაფერი ეცხოს. მესამე, როდესაც ადამიანი სულიერი მოძღვრის მორჩილებაშია და უარს ამბობს ყველა სურვილზე. ამბა კასიანი ამბობდა ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარ მამა იოანეზე, რომ იგი ამ ცხოვრებაშივე დიდად წარემადა. როდესაც სიკვდილის ჟამი დაუდგა და სიმშვიდეთა და სიხარულით ელოდა უფალთან გადასახლებას, მას გარშემო ერტყნენ ძმები და სთხოვეს, მემკვიდრეობის ნაცვლად, მათთვის ისეთი მოკლე და მაცხოვრებელი დარიგება დაეტოვებინა, რომლის მიხედვითაც ქრისტეს მიერი სრულყოფილების მიღწევა შეძლებდნენ. ამბა მამოიოხრა და თქვა: არასოდეს აღვასრულებდი საკუთარ ნებას. არავის ვასწავლიდი იმას, რაც უწინ თავადვე არ შემისრულებია. ერთმა ძმამ ჰკითხა მაკარიდიც: რა არის სრულყოფილება? ბერმა უპასუხა: ადამიანის სრულყოფილი ვერ იქნება, თუ სულითა და სხეულით იმგვარ სიმდაბლეს არ მოიხვეჭს, რომ არასოდეს შეაფასოს საკუთარი თავი რაიმე საქმის გამო, არამედ მდაბლად თვლიდეს თავს ყველა არსებაზე უმნიშვნელოდ. საკუთარი თავის გარდა არასოდეს განიკითხოს ვინმე, დაითმინოს წყენა და კიცხვა და გულიდან ყოველგვარი უწმინდურება ამოიკვეთოს. აიძულოს თავი რომ იყოს სულგრძელი, კეთილი, ძმათმოყვარე, უბიძო, თავშეკავებული, რადგან საღვთო წერილში ნათქვამია: აქ ამომდე სასუფეველი ცათა იძულების და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი. წრფელი იყოს მისი მზერა, ლაგამი ამოსდოს ენას, განეშოროს ყოველგვარ ამაო და სულისათვის საზიანო ამბებს, დაიცვას ხელის სიტრფოება, უფლის წინაშე გულის სიწმინდე და სხეულის უმანკოება, მუდამ ჟამს ახსოვდეს და თვალწინ ედგას სიკვდილი, განეშოროს ყოველგვარ მრისხანებასა და სიავეს, მოიკვეთოს ნივთიერი და ხორციელი სიამენი, ანუ სატანა და მისი საქმენი, სრულიად დაემორჩილოს უფალ ღმერთს და მის ყველა მცნებას და განუწყვეტლებ მუდამ ჟამს ყოველ საგანსა და საქმეში თვალწინ ხავდეს იგი. ძმამ ჰკითხა ბერს: რომელი სათნო საქმე ვაკეთო და რომლით ვიცხოვრო? ბერმა უპასუხა: ღმერთმა იცის რა არის სათნო. მსმენია რომ ერთმა ანტონი დიდის მეგობარს ამბა ნესტორს კითხა: რომელი სათნო საქმე აღვასრულო? ბერმა უპასუხა: განა ყველა საქმე თანაბარი არ არის. წმინდა წერილი ამბობს: აბრაამი უცხოთ შემწყნარებელი იყო და უფალი იყო მასთან. ილიამ დუმარება შეიტკბო და ღმერთი იყო მასთან. დავითი თვინიერი იყო და ღმერთი იყო მასთან. აი შენცის ხმენი, რასაც ღვთის მიერ ისურვებს სული შენი და დაიცავი გული შენი. ბერმა თქვა: რაც თავად გძულს, სხვას ნუ გაუკეთებ. თუ შენ არ გიყვარს, როცა ცილს გწამებენ, შენც ნურავის დასწამებ ცილს. თუ არ გიყვარს, როდესაც შეურაცხყოფენ, შენც ნურავის შეურაცხყოფ. თუ არ გიყვარს, როდესაც გამცირებენ,
გაწყენინებენ, საკუთრებას გტაცებენ, ან სხვაგვარად გვნებენ, შენც ნუ გაუკეთებ სხვას ამგვარ რამეს. ვინც ამ რჩევას დაიცავს, საცხოვნებლად, ესეც საკმარისია. ერთხელ ნეტარი თეოფილი არქიეპისკოპოსი ვინმე მთავართან ერთად ამბა არსენისთან მივიდა და მისგან სიტყვის მოსმენა სურდა. ბერი ცოტა ხანს დუმდა და შემდეგ კითხა მათ. შეასრულებთ რასაც გეტყვით. ისინი დაჰპირდნენ. მაშინ არსენი მუთხრა, თუ სადმე გაიგებთ არსენის შესახებ, ნუ მიხვალთ მასთან. მეორედ არქიეპისკოპოსმა, რომელსაც ბერთან წასვლა სურდა, წინასწარ კაცი გაგზავნა, რათა გაეგო, გაუღებდა არსენი კარს თუ არა. ბერმა ასე უპასუხა, ნუ მოხვალ. კარს გაგიღებთ, მაგრამ შენ თუ გაგიღებ, სხვებსაც გავუღებ და მაშინ უკვე აქ აღარ დავრჩები. ამის გამგონი არქიეპისკოპოსმა თქვა, თუ ჩემი მისვლით მას გავაგდებ, მაშინ ჯობს არ წავიდე წმინდანთან. ერთხელ ამბა არსენისთან ბერები მივიდნენ და სთხოვეს. რაიმე ეთქვა იმათ შესახებ, ვიც მდუმარებაშია და არავისთან ურთიერთობს. ბერმა უპასუხა, ვიდრე ქალწული მამის სახლშია, ბევრ სურს მისი ცოლად მოყვანა. მაგრამ როდესაც სახლიდან გამოვა, ყველას როდი მოსწონს. ერთნი აუგს ამბობენ, ბევრენი კი აქებენ. მას უკვე აღარა აქვს ის პატივი, რაც დაფარულად ცხოვრების დროს ჰქონდა. სულსაც ასე ემართება. როდესაც თავს გამოამჟღავნებს, ვერ შეძლებს, რომ ყველა კმაყოფილი იყოს მისით. ამბა ნილოსი ამბობდა, თუმარების მოყარულს მტრისისრები ვერ დაკოდავს. ხალხთან მოსაუბრე კი მუდამ მოწყლულია. განმარტოებაში სულიც მშვიდია. ხორციელი გულის თქმაც თანდათან სუსტდება და ზოგადად ყოველგვარი ვნება, რადგან არ აღეგზნება. ღრმა სიჩუმეშია, ჩაევლის და სავსებით მშვიდდება. საბოლოოდ ადამიანი დროის გასვლის შემდეგ წარსულის ამბებს ივიწყებს და როდესაც უვნებობას მიაღწევს, საკუთარ ქმედებათა სუსტი მოგონებებიღად არჩება. მავანი ამბობდა, იყო სამი შრომის მოყარე, კეთილკრძალული მონაზონი. ერთმა მათგანმა მოჩხუბართა შერიგება აირჩია, წმინდა წერილის თანახმად, ნეტარიყვნენ მშვიდობის მყოფელნი. მეორემ სნეულთა მონახულება, მესამე კი მდუმარების ღვაწლისთვის უდაბნოში განმარტოვდა. პირველმა კაცთა შორის უთანხმოების გამო ვერ შეძლო ყველას განკურნება და მჭმუნვარე მივიდა სნეულთა მომლელთან, რომელიც ასევე დაუძლურებულ იყო და აღთქმის შესრულებას აღარ ცდილობდა. შეთანხმდნენ და ორივენი მეუდაბნოესთან წავიდნენ. საკუთარი გასაჭირი უამბეს და სთხოვეს, მოეყოლა რა სიკეთის გაკეთება მოასწრო უდაბნოში. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მეუდაბნოემ ფინჯანში წყალი ჩაასხა. შეხედეთ წყალს. წყალი კი ისეთი მღვრია იყო, რომ მასში არაფრის დანახვა არ შეიძლებოდა. ცოტა ხნის შემდეგ მან კვლავ თქვა, შეხედეთ ახლა. წყალი დაიწმინდა. წყალში ჩაიხედეს და როგორც სარკეში ისე დაინახეს საკუთარი თავი. მაშინ მეუდაბნოემ უთხრა, ასე ემართება მასაც, ვინც კაცთა შორის ცხოვრობს. შფოთის გამო იგი საკუთარ ცოდვებს ვერ ამჩნევს. ხოლო როდესაც მდუმარებაშია და განსაკუთრებით კი უდაბნოში, მაშინ თავის ნაკლოვანებებს ხედავს. ძმამ ჰკითხა ბერს, რა არის მდუმარება და რა სარგებელი მოაქვს? ბერმა უპასუხა, მდუმარება ნიშნავს, რომ სენაკში იყო, ღმერთს ეფიქრობდე და ღვთის შიში გქონდეს, განეშორო ძალაუბრობას. ასეთი მდუმარება ყველა სათნოების დედაა და მონაზონს მტრის განხურებულ ისართაგან იფარავს. ანტონი ამბობდა, თუ ჩვენ თვალთაწინ იქნება შიში ღვთისა, მუდამ გვემახსოვრება სიკვდილი. მოვიძულებთ სოფელს და ყოველივეს, რაც მასშია. მოვიძულებთ ყოველგვარ ხორციელ განცხრომას. განვეშორებით ამ ცხოვრებას, რათა ღვთისთვის ვიცხოვროთ. გვახსოვდეს, რაც უფალს აღვუთქვით, რადგან სამჟავრობს დღეს ის პასუხს მოითხოვს ჩვენგან. ვიყოთ მწყურვალნი, შიშველნი, ღვიძარენი, გლოვიარენი, გულშემუსვლილნი, გამოვცადოთ საკუთარი თავი. შევიქენით თუ არა ღვთის ღირსნი. შევიყვაროთ ჭირი, რათა შევიმოსოთ უფალი. მოვიძულოთ ხორცი, რათა ვიხსნათ სული. ამბა ევაგრი ამბობდა, სენაკში მჯდომმა გონება მოიკრიბე და გახსოვდეს სიკვდილის დღე. წარმოიდგინეს სხეულის დაშლა. იფიქრე ამაზე. იტვირთე ღვაწლი, შეიცან ამასოფლის სამაოება. იზრუნე მოთმინებასა და გულმოდგინებაზე, რათა შეძლო მუდამ ჟამს მდუმარებდე და არ დასუსტდე. გაიხსენე ჯოჯოხეთი და ისიც, თუ როგორ მდგომარეობაში არიან იქ სულნი, როგორ მწარედ დუმან, ან როგორ საშინლად ოხრავენ, როგორ შიშსა და წამებას განიცდიან, როგორი მოლოდინით ითმენენ მუდმივ სულიერ წუხილს და უსასრულო ცრემლს. გაიხსენი აღდგომის დღე და უფლის წინაშე შენი წარდგომა. წარმოიდგინე საშინელი სამსჯავრო. წარმოიდგინე ცოდვილთათვის გამზადებული სირცხვილი ღვთისა და ქრისტეს წინაშე.
ანგელოსთა და მთავარ ანგელოსთა, ზეციურ ძალთა და მთელი კაცობრიობის წინაშე. წარმოიდგინე სასჯელი, მარადიული ცეცხლი, დაუძინებელი მატლი, ჯოჯოხეთი, უკუნი, კბილთა ღრჭენა, ტანჯვა წამება. წარმოიდგინე მართალთათვის გამზადებული სიკეთენიც, მათი თანამყოფობა მამა ღმერთთან და უფალი იესო ქრისტესთან, ანგელოზებთან, მთავარ ანგელოზებთან და წმინდანთა დასთან. წარმოიდგინე ზეციური სასუფეველი და მისი სიკეთენი, სიხარული და სიტკბოება. მეხსიერებაში გამოიხმე ერთისა და მეორეც, იმწუხარე და იტირე ცოდვილთა განსასჯელის გამო, იგლოვე საკუთარი სულით და გეშინოდეს მათთან მოხვედრისა, მაგრამ განიხარე, ინუგეშე და იმხიარულე მართალთათვის გამზადებულ სიკეთეთა გამო. შეეცადე შენც მათი თანამონაწილე შეიქნე და ტანჯვა აიცილო, იფხიზლე რომ არასოდეს დაივიწყო ეს და სენაკში იქნები თუ მის გარეთ მუდამ მამაზე იფიქრე, რათა თუნდაც ამგვარად განერიდო უწმინდურ და მავნე გულის სიტყვებს. ამბა ისაიას მოწაფე, ამბა პეტრე მასზე ამბობდა. როდესაც ცნეულებისას ვინახულე და ძალზე შეჭირვებული ვნახე, ჩემი წუხილი რომ შენიშნა მისი მდგომარეობის გამო მითხრა. ეს რა ტანჯვაა, როცა განსვენების იმედი არსებობს. მაგრამ მე მიფხრობ შიში იმ ბნელი დროისა, თუ ღვთისგან განშორებული ვიქნები და არავინ მოვა ჩემს დასახმარებლად და დამშვიდების იმედიც არ იქნება. სხვა დროსაც მასთან რომ მივედი ძალზე სუსტად დამიხვდა. როდესაც ჩემი გულის წუხილი შენიშნა მითხრა, რომ ამ ტანჯვით თითქმის მიუახლოვდა სიკვდილს. ჩვენც უნდა გვახსოვდეს ეს მწარი წუთი, რადგან მოკვდავის სხეულის სიმართლეს სარგებელი არა აქვს. სხეულს სურს სიჯანსაღე, რათა ღმერთს განეშოროს. ხესაც, რომელსაც ყოველდღე რწყავენ, ზედმეტი ნესტისაგან ბოლოს ფესვები უხმება და ნაყოფის მოცემა აღარ შეუძლია. მაკარი დიდის შესახებ ამბობდნენ. ერთხელ უდაბნოში მიწაზე დაგდებული თავის ქალა იპოვა. ბერმა პალმი ჯოხით დაჰკრა ქალას და უთხრა: "ვინა ხარ?" მიპასუხე. თავის ქალამ უპასუხა: "მე აქ მცხოვრებ წარმართა მთავარი ქურუმი ვიყავი და როდესაც შენ, მაკარი ღმერთ შემოსილი, სატანჯველში მყოფთ მოწყალე ექმნები და მათზე ლოცულობ, ისინი გარკვეულ შობას გრძნობენ." მაკარიმ ჰკითხა: "როგორია ეს ნუგეში და როგორია ტანჯვა?" ქალამ უპასუხა: "როგორც ზეცაა დაშორებული მიწას, ასევე დიდია ცეცხლი ჩვენს ფერხთა ქვეშ და თავამდე აღწევს. როდესაც ამ ცეცხლში ვდგავართ, ერთ ურთის სახის ხილო არ შეგვიძლია, რადგან ზურგებით ვართ ერთმანეთზე მიბმულნი. ჩვენთვის რომ ლოცულობ, მაშინ ცოტათი ხედავენ ერთმანეთის სახეს." ბერი ადირდა და თქვა: "უბედურია ის დღე, როცა ეს ადამიანი დაიბადა. ნუ თუ მხოლოდ ესაა ნუგეში ამ სატანჯველში მყოფისთვის." მაკარიმ კვლავ ჰკითხა: "თუ რა არის უფრო მძიმე სასჯელი?" ქალამ უპასუხა: "ჩვენს ქვემოთ უფრო საშინელი ტანჯვაა." ბერმა ჰკითხა: "თუ ვინ იმყოფება იქ?" თავის ქალამ მიუგო: "ჩვენ ღვთისმეცარნი, ცოტათი შეწყალებულნი ვართ, მაგრამ ვინ შეიმეცნა, ხოლო შემდეგ უარყო ღმერთი და მისინება არ აღასრულა, ჩვენს ქვემოთ იმყოფება." ამის შემდეგ მაკარიმ თავის ქალა დაფლა და გზა გააგრძელა. ერთხელ ნიტრიის მთის მამებმა ამბა მაკარისთან კაცი გაგზავნეს და თავისთან მიიწვიეს. მისულებმა მაკარის უთხრეს: "სანამ შენთან წამოსული ხალხი დაგამძიმებდეს, გთხოვთ ჩვენთან მოხვიდე, რათა გიხილოთ, ვიდრე უფლის წინაშე წარდგებოდე." როდესაც მაკარი ნიტრიის მთაზე მივიდა, მთელი ძმობა შეიკრიბა. ბერებმა სთხოვეს სიტყვა ეთქვა მათთვის. მაკარი ატირდა და თქვა: "ვიგლოვოთ ძმანო, და ჩვენი თვალები ცრემლს ყურიდეს, მანამ სანამ იქ წავალთ, სადაც ჩვენი ცრემლი ჩვენივე სხეულს დაწვავს." ყველანი ატირდნენ. მუხლი მოიყარეს და სთქვეს: "მამაო, ილოცე ჩვენთვის." ერთი ძმა ეუბნება ამბა პიმენს. გულის სიტყვები მაშფოთებენ და საშუალებას არ მაძლევენ საკუთარ ცოდვებზე ვიფიქრო. ხოლო ჩემი ძმის ნაკლოვანებათა შემჩნევას მაიძულებენ. პიმენმა ამბა დიოსკორეს შესახებ უამბო, რომელიც სენაკში იჯდა და საკუთარ თავს იგლოვდა. მისი მოწაფე კი სხვა სენაკში ცხოვრობდა. როდესაც მოწაფე ბერთან მივიდოდა და მოტირალს დააწყდებოდა, ეკითხებოდა: "მამაო, რაზე მოთქვამ?" ის პასუხობდა: "საკუთარ ცოდვებს ვიგლოვ, შვილო." მოწაფე ეუბნებოდა: "შენ არა გაქვს ცოდვები, მამაო." მაგრამ ბერი პასუხობდა: "გარწმუნებ, შვილო ჩემო, რომ შემეძლოს საკუთარი ცოდვების დანახვა, კიდევ 4 კაციც არ იქნებოდა საკმარისი, ჩემთან ერთად რომ ეგლოვა ისინი." ამას გარდა ამბა პიმენმა თქვა: "ჭეშმარიტად ისაა ადამიანი, ვინც შეიცნო საკუთარი თავი." ოდესღაც ამბა პიმენი ამბა ანუბისთან ერთად დიოლკის მიდამოებში მიდიოდა. როდესაც სასაფლაოს ჩაუარეს, დაინახეს ქალი, რომელიც საშინლად იტანჯებოდა და მწარედ მოთქვამდა. ბერები შეჩერდნენ და უყურებდნენ მას. ცოტათი რომ დასცილდნენ, ერთ ადამიანს შეხვდნენ, რომელსაც ამბა პიმენმა ჰკითხა: "რატომ ტირის ეს ქალი ასე მწარედ?"
მგზავრმა უპასუხა, რომ ქალს ქმარი, ვაჟიშვილი და ძმა მოუკვდა. პიმენი მიუბრუნდა ანუბის და უთხრა: "გარწმუნებ, მამაო, თუ ადამიანი ხორცის ყველა სურვილს არ მოაკვდინებს და ისე არ იგლოვს, მონაზონი ვერ გახდება. ამ ქალის ცხოვრება და მისი სული თლად მწუხარებითაა მოცული." ერთხელ, როდესაც ამბა სილუანი ძმებთან ერთად იჯდა, აღტაცებული იქნა და პირქვა დაემხო. კარგა ხნის შემდეგ ფეხს ვერ მოწამოდგა ადირდა. ძმებმა ჰკითხეს: "რა დაგემართა, მამაო?" ის დუმდა და ტიროდა. როდესაც ძმებმა აიძულეს, ეთქვა, მან უპასუხა: "სამსჯავროზე ვიყავი და ვიხილე, რომ ბევრი ჩვენი წოდებისა ჯოჯოხეთში მიდიოდა. ბევრი ერის ადამიანი კი სასუფეველში. ბერი კვლავ იგლოვდა და არ სურდა სენაკიდან გამოსვლა. როდესაც იძულებული იყო სენაკი დაეტოვებინა, ყოველთვის კუნკულ ბარტყულით იფარავდა სახეს და ამბობდა: "რად უნდა ვუმზერდე ამ დროებით სინათლეს, რომელიც არაფერში მარგია." ძმები საერო ადამიანთან თანხლებით მივიდნენ ამბა ფილიქსთან და სიტყვის თქმას თხოვეს. ბერი დუმდა. როდესაც თხოვნა გააძლიერეს, უთხრა: "მას სიტყვის მოსმენა გნებავთ?" "ასეა, მამაო", უპასუხეს მათ. ბერმა მეუგო: "ახლა სიტყვა აღარ არსებობს." როდესაც ძმები ბერებს ეკითხებოდნენ და აღასრულებდნენ კიდეც ნათქვამს, მაშინ თავად უფალი მოძღვრავდა ბერებს. თუ რა ეთქვათ. ახლა კი მხოლოდ ეკითხებიან, მაგრამ მოსმენილს არ აღასრულებენ. ამიტომ ღმერთმა ბერებს სიტყვის მადლი განაშორა და მათ არ იციან რა თქვან, რადგან აღარავინაა მათი სიტყვის აღსრულებელი. ამის მოსმენაზე ძმებმა ამოიოხრეს და უთხრეს: "ილოცე ჩვენთვის, მამაო." ბერი ამბობდა, რომ ერთ ძმას უდაბნოში გასვლა სურდა, მაგრამ მშობელი დედა ნებას არ რთავდა. ის კი თავისაზე იდგა და ამბობდა: "სურს სული გადავირჩინო." დედა დიდხანს ცდილობდა დაეყოლიებინა, მაგრამ როდესაც ვერაფერი გააწყო, გაუშვა. განშორებული და მონაზვნობას შემდგარი უზრუნველად ატარებდა ცხოვრებას. ამასობაში დედამისი გარდაიცვალა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი თავად მას შეეყარა ძლიერი სენი და სულით სამსჯავროზე აღიდაცა, სადაც სხვებთან ერთად საკუთარ დედასაც შეხვდა. როდესაც დედამ დაინახა, განცვიფრდა და უთხრა: "შვილო, რას ნიშნავს ეს? ნუ თუ შენს სამსჯავროს ეს ადგილი გხვდა წილად. სადაა შენი სიტყვები, როდესაც ამბობდი, რომ სულის ხსნა გსურდა?" დარწმუნებული ბერი თავდახრილი იდგა და არ იცოდა რა პასუხი გაეცა. და მოესმა ხმა: "წაიყვანეთ აქედან. მე თქვენ ამადა ამ უდაბნოში სხვა მონაზვნის მოსაყვანად გაგაგზავნეთ." როდესაც ხილვა დასრულდა, ბერი გონს მოეგო და იქ მყოფ თუ ამბო ამის შესახებ. საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად და დასამოწმებლად მან ერთ-ერთ ძმას თხოვა წასულიყო იმ კინოვიაში, რომლის შესახებაც ხილვისას შეიტყო და გაეგო, ხომ არ გარდაიცვალა იქ მისი მოსახელე ძმა. გაგზავნილს მართლაც ასეთი ამბავი დაუხვდა. ამის შემდეგ, როდესაც ძმა გამოჯამრთელდა და თავის მოვლა შეძლო, დაკვდებულ ცხოვრებას შეუდგა. იჯდა და საკუთარ ცხონებაზე ფიქრობდა. სინანულში იყო და იგლოვდა, რომ აქამდე ცხოვრებას უზრუნველად ატარებდა. იმდენად გულშემოსრული იყო, რომ ბევრნი ურჩევდნენ, ცოტათი ეშეღავათა თავისთვის, რათა გადაჭარბებული გლოვისაგან რაიმე არ ვნებოდა. ძმას არ სურდა ამაზე დათანხმება და ამბობდა: "თუ საკუთარი დედისაგან ვერ დავითმინე საყვედური, საშინელი სამსჯავროს დღეს ქრისტესა და წმინდა ანგელოზთა წინაშე სირცხვილს როგორ გადავიტან?" ძმამ ჰკითხა ბერს: "რატომაა, მამაო, ჩემი გული ისე გაქვავებული, რომ არ მეშინია უფლისა?" ბერმა უპასუხა: "ფიქრობ, როდესაც კაცი საკუთარ გულში ამხელს თავს, მაშინ იძენს ღვთის შიშს." ძმამ ჰკითხა: "რას ნიშნავს მხილება?" "იმას, რომ ადამიანმა ყოველ საქმეში ამხილოს სული და საკუთარ თავს უთხრას, გახსოვდეს, რომ ღვთის წინაშე წარდგომა მოგიწევს. და კიდევ, რას ვარგებ თავს, როცა ადამიანთან ვცხოვრობ და არა ღმერთთან? ასე რომ ვფიქრობ, თუ ვინმე დაიცავს ამას, თვითმხილებას, მასში დამკვიდრდება ღვთის შიში", უპასუხა ბერმა. ერთხელ კვიპროსელმა ეპისკოპოსმა ეპიფანემ ამბა ილარიონთან კაცი გაგზავნა თხოვნით. "მოდი ვიდრე ხორცს განვეშორებოდეთ, ერთი მეორემ ნახვთ." როდესაც ამბა ილარიონი მივიდა, მათ განიხარეს ერთმანეთის ხილვით. ტრაპეზზე ფრინველი მოიტანეს და ეპისკოპოსმა ამბა ილარიონს მიართვა იგი. შემინდე მას შემდეგ, რაც მონაზონური სახე შევიმოსე, ის რით განგმირული აღარაფერი მიხმევია. მე კი, თქვა ეპიფანემ, მას შემდეგ, რაც მონაზონის სახე შევიმოსე, არ დამიშვია ვინმეს ისე დაეძინა, ჩემი საწინააღმდეგო რა მქონოდა და არც მე დამიძინია ისე, სხვისი საწინააღმდეგო რა მქონოდა. ბერმა უთხრა: "შემინდე, შენი სათნოება ჩემსას აღემატება." ამბა ზენონის შესახებ ამბობდნენ. ეგვიპტეში მოგზაურობისას დაქანცული სატრაპეზოდ კიტრის ბოსტნის გვერდით ჩამოჯდა. გულის სიტყვა აღეძრა, მოეწყვიტა ერთი კიტრი და შეეჭამა. განა რა იყო ამაში განსაკუთრებული, მაგრამ მან გულის სიტყვას უპასუხა: "განა არ იცი, რომ ქურდებს ჯიან. თავად გამოსცადი ამ ადგილას, შეგიძლია თუ არა სასჯელის დათმენა. და
და 5 დღის განმავლობაში სიცხეში იჯდა. ბოლოს სიცხისგან გათანგულმა თქვა: არ ძალმით სასჯელი სატანა. შემდეგ თავის გულის სიტყვას უთხრა: თუ არ შეგიძლია, მაშ ნუ მოიპარავ და ნუ შეჭა. ამბა ისიდორე პრესვიტერზე ამბობდნენ. ერთხელ მასთან მივიდა ძმა, რომელიც სადილად უხმობდა, მაგრამ ბერს წასვლა არ სურდა და ამბობდა: ადამის საჭმლით მოიხიბლა და 60-დან განგდებულ იქნა. ძმა მეუგო, შენ კი საკუთარი სენაკიდან გამოსვლისას გეშინია. როგორ არ მეშინოდე შვილო, უპასუხა ბერმა, როდესაც ეშმაკი ვითარცა ლომი მღვირალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინც აშთან თქვა. ის ხშირად ამასაც ამბობდა, ვინც ღვინის მას დანებდება, გულის სიტყვათა შემოსევას ვერ გაექცევა. ლოთი, ქალიშვილების იძულებით, ღვინით დაითრო და სატანამ სიმთვრალის წყალობით ადვილად შეიტყუა უკანონო საქმის აღსასრულებლად. ერთ-ერთი მამა ამბობდა ამბა პიმენისა და მისი ძმის შესახებ. როდესაც ისინი ეგვიპტეში ცხოვრობდნენ, დედა სურდა ვაჟიშვილების ნახვა, მაგრამ არ შეეძლო. ერთ დღეს შენიშნა, რომ ძმები ტაძარში წავიდნენ და მათ შესახვედრად გამოვიდა. მაგრამ ძმები დედის დანახვაზე უკან შებრუნდნენ და კარით ხვირწინ ჩაუკეტეს. ქალი კართან იდგა და საწყალობლად იძახდა: გნახავთ კი ოდესმე ჩემო საყვარელო შვილებო. ამის გამგონე ამბა ანუბი მივიდა ამბა პიმენთან და უთხრა: რა უყოთ ამ მოხუცქალს ასე რომ ტირის. ამბა პიმენი კარისკენ წავიდა ისე რომ სენაკი არ დაუტოვებია. მიუახლოვდა და დედის ტირილი და ხმამაღალი მოთქმა რომ მოესმა უთხრა: რას მოთქვა მოხუცო? ქალმა იცნო მისი ხმა და ცრემლ მორეულმა კიდევ უფრო ხმამაღლა შესტირა: თქვენი ნახვა მსურს შვილებო. რა მოხდება რომ გნახოთ? განა თქვენი დედა არა ვარ? განა მე არ გაწოვებდით? უკვე მთლად ჭაღარა ვარ, მაგრამ შენი ხმის გაგონებაზე ავღელდი. ბერმა ჰკითხა: აქ სურს ჩემი ნახვა თუ იმ ქვეყნად? დედამ უპასუხა: აქ რომ ვერ გნახოთ შვილებო, იქ თუ მაინც გიხილავთ. ბერმა უპასუხა: თუ გადაწყვეტ რომ აქ არ გნახო, იქ გვიხილავ. მაშინ მოხუცი გახარებული გაბრუნდა უკან და თქვა: თუ ნამდვილად გნახავთ იმ ქვეყნად, მაშ აქ აღარ მსურს ნახვა. ბერი ამბობდა: გემოთ მოყარების დემონი დაპირებით გააცილე. უთხარი: მოიცა, ნუ იხარბებ და მით მეტი სიფრთხილით ჭამე და რაც უფრო აღგზრავს, მით მეტი წესიერება დაიცავ იკვებისას, რადგან გემოთ მოყარეობა ისე აღზრავს ადამიანს, რომ ამ უკანასკნელს თითქოს სურს ყველაფერი შეჭამოს. ერთი ბერი ავად იყო, რადგანაც რამდენიმე დღის განმავლობაში საჭმლის მიღება არ შეეძლო. მოწაფემ სთხოვა ნება დაერთო, რათა მისთვის ცოტაოდენი ტკბილი ფაფა მოემზადებინა. წავიდა, მოამზადა და ბერს მიუტანა. იქვე ორი ჭურჭელი იდგა. ერთში ცოტა თაფლი იყო, მეორეში სელის ზეთი, რომელიც ცუდი სუნის გამო მხოლოდ სანათურისათვის გამოიყენებოდა. ძმა შეეშალა და სწორედ ამ ჭურჭლიდან დაუსხა ბერს საჭმელში. ბერმა გასინჯა, არაფერი უთქვამს და უხმოდ ჭამდა. ძმამ სთხოვა ცოტა კიდევ ეხმია და მანაც თავი აიძულა. ძმამ მესამედად შესთავაზა, მაგრამ ბერს აღარ შეეძლო ჭამა და უთხრა: ჭეშმარიტად, აღარ შემიძლია შვილო. მოწაფეს სურდა დაერწმუნებინა და უთხრა: კარგი შეჭამანდია ამბა, აი მეც გავსინჯავ შეთან ერთად. როგორც კი გასინჯა, მიხვდა რაც გააკეთა. ძირს დაემხო და თქვა: ვაიმე უბედურს, დაგღუპე და შენც დამაკისრე ცოდვა, რადგანაც არაფერი გითქვამს. ნუ წუხარ შვილო, უთხრა ბერმა. ღმერთს რომ დომოდა, რათა გვეჭამა, მაშინ თაფლს ჩაასხამდი. ერთხელ მამები არქიეპისკოპოს თეოფილეს მიწვევით ალექსანდრიაში წავიდნენ ლოცვისა და წმინდა მსახურების აღსასრულებლად. როდესაც არქიეპისკოპოსთან ერთად საკვებს იხმევდნენ, ხბოს ხორცის შესთავაზეს. მათ ისე გასინჯეს. ოდნავადაც არ განუსჭიათ. თეოფილე მაიღო ერთი ნაჭერი ხორცი და მის ახლოს მჯდომ ბერს შესთავაზა. აი კარგი ნაჭერი, მიირთვი ამბა. ბერმა უპასუხა: აქამომდე ჩვენ ბოსტნეულს ვიხმევდით და თუ ეს ხორცი არ შევჭამთ და არც ერთ მათგანს აღარ შეუჭამია. ამბა ანტონი ამბობდა: ფიქრობ სხეულს აქვს ბუნებრივი მოძრაობა, რომელიც მისთვის თანდაყოლილია, მაგრამ იგი არ მოქმედებს, როდესაც სულს არ სურს და ამ დროს სხეულში ერთი მოძრაობაა, ვნების გარეშე. არსებობს სხვა მოძრაობაც, რომელიც საკვებისა და სხეულის სასმელ საჭმლით გაცხარებისაგან მომდინარეობს. მათგან წარმოშობილი სისხლის მხურვალება სხეულს აღაგზნებს. ამიტომაც თქვა პავლე მოციქულმა: და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე. უფალმაც სახარებაში თავის მოწაფეებს უთხრა: ეკრძალენით თავთა თქვენთა, ნუ უკვე დამძიმდნენ გულნი თქვენი შუებითა და თვრალობითა. მოსაგრეებში გვხდება სხვა მოძრაობაც, დემონთა შულითა და მზაკვარებით აღზრული.
მაშასა და მე უნდა ვიცოდეთ, რომ სხეულში სამი სახის მოძრაობა არსებობს: ბუნებრივი, საკვების განურჩევლობით წარმოშობილი და დემონთაგან მოვლენილი. ამბა კასიანი ამბობდა: აი რა გითხრა ამბა მოსემ. კარგია საკუთარ გულის სიტყვათა არ დამალვა და მათი გამხელა სულიერი და გონიერი განსჯის მქონე ბერებისათვის. და არა მათთვის, ვიც მხოლოდ დრომ დააბერა. რადგან ბერი, ვიც ხანდაზმული ასაკის იმედად უმხელს მავანს საკუთარ გულის ზრახვებს, მსმენელის გამოუცდელობის გამო განკურნების მაგივრად სასოწარკვეთილებაში ჩავარდნი. იყო ერთი ძმა, რომელიც ყველაზე მოშურნეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. სიძვის დემონისაგან ძლიერ შეწუხებული, ერთ ბერთან მივიდა და საკუთარი გულის თქმები გაუმხილა. მან მოусმინა და გამოუცდელობის გამო აღშფოთებულმა ასეთი აზრების მქონე ძმას ბილწი და მონაზვნობისათვის უღირსი უწოდა. ეს რომ მოისმინა სასოწარკვეთილმა ძმამ, თავისი სენაკი დატოვა და ერში წავიდა. ღვთისგანგებით მას ამბა აპოლოსი შეხვდა. მისი მწუხარება და შეშფოთება რომ იხილა, ბერმა ჰკითხა: რა არის ასეთი მწუხარების მიზეზი, შვილო ჩემო? ძლიერ გულგატეხილმა ძმამ თავდაპირველად არაფერი უპასუხა. ბერის მრავალგზის თხოვნის შემდეგ კი თავისი ამბავი გაუმხილა და უთხრა: მე სიძვის გულის თქმები მაშფოთებს, ერთ ბერთან ვიყავი. ჩემი გულის თქმები გავუმხილე და მისი სიტყვების შემდეგ ცხონების იმედი აღარ შემომრჩა. და ასე სასვება დაკარგული ერში მივდივარ. ეს რომ მოისმინა, მამა აპოლოსი, რომელიც როგორც ბრძენი მკურნალი დიდხანს ამხნევებდა და შეაგონებდა მას, ეუბნებოდა: ეს უცნაურად ნუ მოგეჩვენება, შვილო ჩემო, და სასოს ნუ წარიკვეთ. მეც კი ამ ასაკისა და ჭაღარის პატრონს მაშფოთებს ხოლმე მსგავსი გულის თქმები. სულით ნუ დაეცემი. ამგვარი განხურვების დროს ეს ადამიანური მცდელობით როდი იკურნება, არამედ ღვთისწყალობით. ოღონდ ახლა გაიღე მოწყალება ჩემი გულისთვის და საკუთარ სენაკში დაბრუნდი. ძმა ასედაც მოიქცა. მას რომ დაშორდა, ამბა აპოლოსი იმ ბერთან წავიდა, რომელმაც ეს ძმა უარყო. სენაკის ახლოს მდგომი უფალს ევედრებოდა და ცრემლებით ლოცულობდა. უფალო, ვინც განსაცდელ სასარგებლოდ აქცევ. იმ ძმის ბრძოლა ამ ბერზე გადაიტანე, რომ გამოცდილებით სიბერეში მაინც ისწავლოს ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ისწავლა, რათა განსაცდელში მყოფთა თანაგრძნობა შეძლოს. როდესაც ამბამ ლოცვა დაასრულა, იხილა სენაკის ახლოს მდგომი ეთიოპიელი, რომელიც ისრებს უშენდა ბერს. ამ ისრებით მოწყლულმა ბერმა თვალივით აქეთ-იქით რწევა დაიწყო. მერე ვეღარ გაძლო, სენაკიდან გამოვიდა და იმ გზას დაადგა, რომლითაც ახალგაზრდა ძმა მიდიოდა. ამბა აპოლოსი, რომელმაც იცოდა რაც მოხდა, შეხვდა ბერს და ჰკითხა: სად მიდიხარ და რა არის მიზეზი შენი შეშფოთებისა? ბერმა დაირწხვინა, რომ ამ წმინდა მამამ იცოდა ყველაფერი, რაც მას თავს გადახდა და შერწყენილმა პასუხი ვერ გასცა. მაშინ მამა აპოლოსმა უთხრა: დაბრუნდი შენ სენაკში. ამიერიდან უწყოდე საკუთარი უძლურება და თავი ან სატანისთვის უცნობად ჩათვალე, ან და საძულველად, რადგან ღირსი არ ახარ მასთან ბრძოლისა, რაც მოშურნე მონაზონთა ხვედრია. მაგრამ რას ვამბობ? ბრძოლა? შენ ხომ ერთი დღის თავდასხმაც ვერ გადაიტანე. ეს იმიტომ მოხდა, რომ ყმაწვილკაცი, რომელიც საერთო მტერს ერკინებოდა, ბრძოლაში გამტკიცების მაგივრად სასოწარკვეთილებაში ჩააგდე და იმ ბრძნულ დარიგებაზე არ გიფიქრია, რომელიც ამბობს: იხსენის საკუდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი. არც ჩვენი უფლის მაცხოვრის იგავზე ლერწამი შემოსრული არა განეტეხოს და პატრუკი მდვინვარი არა დაშრიდოს, ვიდრემდე გამოაღოს ძლევად სასჯელი. რადგან არავის ძალუც მტრის მსაკვრობის გადატანა, არც განხურვების ჩაქრობა, თუ ადამიანური უძლურებისაგან ღვთისმადლი არ დაიცავს, მას ჩვენზე რომ ეს მაცხონებელი განგება აღსრულდეს, საერთო ლოცვებით შევთხოვოთ ღმერთს, რათა მან განგაშოროს შენსკენ მომართული დარტყმა. ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის კურნავს თავისივე ხელით, აღატაკებს და ამდიდრებს და ამდაბლებს და აღამაღლებს, აკვდინებს და აცოცხლებს, შავეთში ჩახავს და ამოხავს. ამ სიტყვების დასრულებისას ამბა აპოლოსმა ილოცა, მაშინვე გაანთავისუფლა ბერი მასზე მოწეული ბრძოლისაგან და ურჩია, ეთხოვა ღვთისათვის, რათა მას მიემადლებინა მისთვის სწავლულთა ენა, რაითა მომეცეს მე სიტყვაი აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად. როდესაც ამბა კირიონ ალექსანდრიელს სიძვის გულის სიტყვის შესახებ შეეკითხნენ, ასე უპასუხა: თუ გულის სიტყვა არა გაქვს, მაშინ უიმედოდაა შენი საქმე. რადგან თუ არა გაქვს გულის სიტყვა, მაშინ გაქვს საქმე. ეს ნიშნავს, ვინც შინაგანად არ ებრძვის და არ ეწინააღმდეგება ცოდვას, ის ხორციელად აღასრულებს მას, ხოლო ვინც ამგვარ საქმეს აღასრულებს, საკუთარი უგრძნობელობის გამო გულის სიტყვებით არ შეშფოთდება. ამასთან დაკავშირებით ბერმა ჰკითხა ძმას: ქალებთან საუბრის ჩვევა ხომ არა გაქვს? არა, უპასუხა ძმამ, მაგრამ ჩემს გონებაში ცხოვრობენ ძველი და ახალი ფერმწერები. ქალთა გამოსახულებები ჩემთვის აღმაშფოთებელ ძეგლებს ნიშნავს.
ბერმა უთხრა: მკვდრების ნუ გეშინია, გეშინოდეს თანაგრძნობისა და ცოცხალთა ცოდვიანი მოქმედებისა და უფრო მეტი იღვაწე ლოცვით. დედა სარას შესახებ ამბობდნენ. 13 წლის განმავლობაში ძლიერ ებრძოდა სიძვის დემონი და მას არასოდეს უთხოვია ამ ბრძოლისაგან განთავისუფლება, მხოლოდ ამბობდა: ღმერთო ჩემო, შემეწიე. კვლავ მის შესახებ ამბობდნენ. ძლიერ ებრძოდა მას სიძვის სული და ამას ოფლის ამაოსაგნებს წარმოუდგენდა. მას კი არ ტოვებდა ღვთის შიში და არ წყვეტდა ხვაწლს. ერთხელ თავის განმარტოებულ ტაძარში შევიდა სალოცავად. აქ მას სიძვის სული ხორციელად წარმოუდგა და უთხრა: შენ გაიმარჯვე ჩემზე სარა. მე კი არ დაგამარცხე, არამედ უფალმა იესო ქრისტემ, უპასუხა მან. ერთ ძმას ებრძოდა სიძვის ვნება. ღამით ადგა, წავიდა ბერთან და საკუთარი გულის სიტყვა გაუმხილა. ბერმა დაამშვიდა და მანაც სარგებელი მიიღო და თავის სენაკში დაბრუნდა. და ისევ აღდგა მის წინააღმდეგ დემონი და ის კვლავ ბერთან წავიდა. რამდენჯერმე მოიქცა ასე. ბერი იმედს არ უწურავდა, სულის სარგორჩევას აძლევდა და ეუბნებოდა: არ დაუთმო და თუ დემონი შეგაწუხებს, ჯობს ჩემთან მოხვიდე და ამხილო იგი. ამ სიტყვით მხილებული მტერი გვერდით ჩაგივლის, რადგან არაფერი ისე არ ამწუხლებს სიძვის დემონს, როგორც მისი საქმის მხილება და არაფერი ისე არ ახარებს, როგორც გულის სიტყვათა დაფარვა. ეს ძმა ბერთან 11 ჯერ მივიდა და საკუთარ გულის სიტყვებს ამხილდა. ბოლოს ძმამ უთხრა ბერს: გამოიჩინე სიყვარული, მითხარი სიტყვა. ბერმა უთხრა: გამხნევდი შვილო, ღმერთს რომ დაეშვა და ჩემი გულის სიტყვა შენზე მოსულიყო, ვერ გაუძლებდი და უფრო მეტად დაეცემოდი. და რადგანაც ბერი ამას სიმდაბლის გამო ამბობდა, ძმის განსაცდელი შეწყდა. სიძვის გულის სიტყვის შესახებ ერთმა მეუდაბნოე ბერმა თქვა: საწოლში მწოლს ქსურს თხონდე, ადექი, იმოქმედე, იმოძრავე, იღვაწე, ეძიე და ჰპოვებ, იფხიზლე, დააკაკუნე და განგეხუნება. ერში არიან მოასპარეზენი ყოველგვარი ბრძოლის სატანა რომ ძალუცთ, მოწინააღმდეგისგან მიღებული უამრავი ჭრილობის, მოთმინებისა და მამაცობის წილ ისინი გვირგვინებს იხვეჭენ. ხშირად კი ერთიც, ორის წინააღმდეგ ბრძოლისას რომ დაიჭრება, დარტყმისას სიმტკიცეს ინარჩუნებს და მოწინააღმდეგეებს ამარცხებს. ხედავ როგორ ვაჟკაცობას იჩენენ ხორციელი ჯილდოს გულისთვის, შენც მტკიცე დიდექი, გამხნევდი და შენს მაგივრად ღმერთი დაამარცხებს მტერს. ძმამ ჰკითხა ბერს: როდესაც მონაზონი დაეცემა, წუხარებაშია, რადგან წარმატების ნაცვლად ევნო და მანამდე იღწვის, ვიდრე არ წამოდგება. მაშინ, როდესაც ერიდან მოსული სათნოებათა გზას რომ შეუდგება, წარემატება და მაშასადამე ეს უკანასკნელი პირველზე მაღლა დგას. ბერმა უპასუხა: განსაცდელში დაცემული მონაზონი თითქოს დაქცეული ტაძარია. თუ ის თავისი გულის სიტყვით სრულად აღდგება და დაცემული ტაძრის აღდგენასაც მოისურვებს, საამისოდ ბევრ მასალას მოიწევს, საძირკველს, ქვას, ქვიშას და იმაზე სწრაფად შეძლებს ამას, ვისაც არ გაუთხრია და საძირკველი არ განუმზადებია, აუცილებელი რაცა არ აქვს, მაგრამ იმედოვნებს, რომ თავის საქმეს აღასრულებს. თუ მონაზვნობის ღვაწლს შემდგარს განსაცდელი ეწევა და შემოbrunდება, მას უკვე აქვს აუცილებელი საზრუნავი, ფსალმუნდგალობა, ხელსაქმე და სხვა, რაც მონაზვნური ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. და ვიდრე მონაზვნურ გზას ახლად შემდგარი ყოველივე ამას შეისწავლიდეს, მონაზონი კვლავ უწინდერ მდგომარეობას მიაღწევს. სიძვის ვნებით შეწუხებული ერთი ძმა ერთ დიდ ბერთან მივიდა და სთხოვა: გამოიჩინე სიყვარული, ილოცე ჩემთვის, რადგან სიძვის ვნება მებრძვის. ბერი მისთვის ლოცულობდა. ძმა მეორედ მივიდა მასთან და იგივე უთხრა: ბერსაც არ შეუწყვეტია ღვთის წინაშე მისთვის ლოცვა. უფალო, გამიმხილი ამ ძმის მდგომარეობა და ის, თუ საიდან ებრძვის მას სატანა. რადგან ვლოცულობდი და აქამდე სიმშვიდე ვერ მოიპოვა. მაშინ უფალმა აუწყა ძმის მდგომარეობა. ბერმა იხილა მჯდომარე ძმა და მის სიახლოვეს სიძვის სული, რომელიც ამას ხარაბებდა მას. იქვე იდგა ანგელოზიც, ძმის დასახმარებლად წარმოგზავნილი და მრისხანებდა, რომ მან უფალს არ უძღვნა თავი და გულის სიტყვებით დამტკვარმა საკუთარი გონება სატანას დაუმორჩილა. ასე შეიტყო ბერმა ძმის დანაშაული და უთხრა: შენ თავად ახარ დამნაშავე, როცა საკუთარი გულის სიტყვებით ერთობი. და ასწავლა, როგორ უნდა შებრძოლებოდა გულის სიტყვებს. მისი დარიგებითა და ლოცვით განკურნებულმა ძმამ სიმშვიდე მოიპოვა. ესღაც ერთი დიდი ბერის მოწაფე ხორციელ ვნებას ებრძოდა. ბერმა მისი შეჭირვება რომ შენიშნა უთხრა: ქსურს ვილოცებ უფლის წინაშე და ბრძოლას შეგიმსუბუქებს. არა, უპასუხა მოწაფემ, მართალია ვიტანჯები, მაგრამ ამ ტანჯვით ნაყოფს ვიმკი. ამიტომ ჯობს შენს ლოცვებში შევსთხოვო უფალს, რათა განსაცდელის დასათმენად მოთმინება მომმადლოს. მაშინ ამბამ ასე უპასუხა: ახლა გავიგე, რომ წარმატებისთვის მიგიღწევია და მჯობი ხარ კიდეც. სკიტში ერთი მოსაგრე ცხოვრობდა.
მტერი მას გონებით ერთ ფრიად მშვენიერ ქალს წარმოუსახავდა და ძლიერ აშფოთებდა. ღვთისგანგებით სკითში ეგვიპტიდან სხვა ძმა მოვიდა. მან საუბრისას თქვა, რომ მავანერის კაცს ცოლი გარდაცვლოდა. ეს იყო სწორედ ის ქალი, რომლის ხსოვნაც ძმას აშფოთებდა. ამის გამგონე ძმამ ღამით აიღო თავისი ლევიტონი და ეგვიპტეში წავიდა. გახსნა მიცვალებულის სამარხი. კვართით გაწმინდა მისი გაღწნილი გვამი და თავის სენაკში დაბრუნდა. ეს სიმყრალე გვერდით დაიდო და გულის თქმასთან ბრძოლისას საკუთარ თავს ეუბნებოდა. აი საგანი, რომლის მიმართაც ხორციელევნება აღგეწრა, ის შენ წინაა, გაძეხი. ამგვარად იტანჯავდა თავს ამ სიმყრალით, ვიდრე მისი ბრძოლა არ დასრულდა. მავანი მონაზვნური ცხოვრებისათვის მონასტერში მივიდა და თან მიიყვანა ვაჟი, რომელსაც ისის იყო მეეტოვებინა რძის ჭამა. როდესაც შვილმა ყმაწვილკაცობის ასაკს მიაღწია, სიძვის დემონებმა ცდუნება დაუწყეს. ჭაბუკმა უთხრა მამას: ერში წავალ, რადგან ამ ბრძოლის გაძლება არ შემიძლია. მამა არ უშვებდა და არ წმუნებდა, მაგრამ ვაჟი კვლავ ეუბნებოდა: მეტი აღარ შემიძლია, მამა, ნება მომეცი, აქედან წავიდე. მამამ უთხრა: კიდევ ერთხელ მომისმინე, შვილო. აიღე 40 წილი პური, ნორჩი ტოტები 40 დღის განმავლობაში დასაწნავად. უდაბნოს სიღრმისკენ გასწიე. იქ დახყავი 40 დღე და უფლის ნება აღსრულდება შენზე. ჭაბუკი დაემორჩილა მამას. ადგა და ნაჩვენები უდაბნოსკენ გასწია. 20 დღე შრომობდა, კალათებს წნავდა და ხმელი პურით იკვებებოდა. და აიხედავს უწმინდურ სულს, რომელიც უახლოვდება. მას წარმოუდგა ეთიოპიელი ქალი, ისეთი მყრალი, რომ შეუძლებელი იყო მისი სიმყრალის ატანა. ჭაბუკი შეეცადა განეგდო იგი. დემონმა უთხრა: ჩვეულებრივ გულში სასიამოვნო სახით წარმოვდგები ხოლმე, მაგრამ შენი მორჩილებისა და ღვაწლის გამო ღმერთმა არ დაუშვა, რომ მეცდუნებინე და ჩემი სიმყრალე განგიცხადა. ჭაბუკი ადგა, უფალს მადლობა შესწირა. მამასთან წავიდა და უთხრა: ახლა უკვე აღარ მსურს აქედან წასვლა, მამა. მე ვიხილე უწმინდური სული და მისი სიმყრალე. უფალს მშობლისთვისაც გაემხილა ეს და უთხრა ვაჟს: 40 დღეს რომ დარჩენილიყავი და ბოლომდე შეგესრულებინა ჩემი დარიგება, მაშინ უდიდესი ხილვის ღირსი შეიქნებოდი. ერთმა ჰკითხა ბერს: რა მოუხერხო სიძვის უნებას? მთელი ძალით დაიცავი თავი ამ გულის სიტყვისგან, რადგან მისი დაცემული ცხონების იმედს წარიკვეთს. ქარიშხალთან, გრიგალსა და ტალღებთან ბრძოლისას ხომალდი თუ საჭეს დაკარგავს, მართალია საფრთხეშია, მაგრამ მაინც მიცურავს. თუ აფრაც ან სხვა რამ დაუზიანდება, მაინც იმედს არ კარგავს, რადგან მთელია მაშველი ნავი. ასევეა მონაზონიც. თუ უზრუნველობის გამო სხვავნებით იძლევა, მაინც აქვს იმედი, რომ სინანულით გაიმარჯვებს მათზე. მაგრამ თუ ერთხელაც სიძვის ცოდვით დაცემულს ტალღები დაძლევს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდება, რადგან მისი ხომალდი ჩაძირვას იწყებს. ძმამ გულის სიტყვის შესახებ ჰკითხა ბერს. ბერმა უთხრა: მე არასოდეს შეუშფოთები ვარ ამგვარ რაიმეს. ძმაც თუნდა, მეორე ბერთან წავიდა და უთხრა: აი რა მითხრა ერთმა ბერმა. მე კებც თუნდი, რადგან რაც მან მითხრა ზებუნებრივია. ბერმა უპასუხა: ტყუილად როდი გითხრა ეს იმ ღვთისკაცმა? წადი შეინანე მის წინაშე და გაგიმხელს თავისი სიტყვის ძალას. ძმა ადგა, წავიდა ბერთან, თაყვანისსა და უთხრა: შემინდე, უგუნურად მოვიქეცი, რომ შენგან შეცმუნებული წავედი. გთხოვ ავიხსნა, როგორაა რომ არასოდეს შეუწუხები ხარ ამ სიძის ვნებას. მას შემდეგ რაც მონაზონი გავხდი, უპასუხა ბერმა, არასოდეს დავნაყრებულ ვარ პურით, წყლით, ძილით. ამის გამო შფოთვარება მაწუხებს და საშუალებას არ მაძლევს ვიგრძნო ის განსაცდელი, რომელზეც შენ მკითხე. ძმამ სარგებელი მიიღო და წამოვიდა. ძმამ ჰკითხა ერთ მამას: რისგანაა რომ ჩემი გულის სიტყვა მუდმივად სიძვისაკენ იხრება, წუთითაც არ მაძლევს მოსვენებას და ჩემს სულს აშფოთებს. ბერმა მიუგო: თუ დემონები თესავენ შენში გულის სიტყვებს, ნუ დანებდები მათ, რადგან მათი თვისებაა მუდმივად გვაცდუნონ და მართალია ისინი მუდამ ჟამს ამას იქმან, შენი იძულება არ ძალუძთ. შენი ნება მოусმენ მათ თუ არა. იცი რა ქნეს მიდიელებმა, მათ თავიანთი ქალიშვილები მოკაზმეს და ისრაელიანთა წინაშე დააყენეს, მაგრამ არავის აიძულებდნენ, მხოლოდ მსურველნი დაეცნენ ცოდვით. სხვები კი აღშფოთებულნი ემუქრებოდნენ და ხოცავდნენ მათ. ასევე უნდა მოექცე საკუთარ გულის თქმებსაც. ძმამ პასუხად მიუგო: რა უნდა მომიმოქმედო, როდესაც სუსტი ვარ და ვნება მძლევს. დააკვირდი მათ და როდესაც შენში საუბარს დაიწყებენ, არ უპასუხო, არამედ ლოცვად დადექი. ღვთის წინაშე დაემხვე და თქვი: ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე. ძმამ უთხრა: ზრუნავ ამაზე ამბა, მაგრამ ჩემ გულში შემოსრულება არ არის, რადგან ამ სიტყვების ძალას ვერ ვგრძნობ.
შენ მხოლოდ შეეცადე, უთხრა ბერმა. მსმენია, რომ ამბაპ იმენი და ბევრი სხვა მამა ამბობდა. შემლოცველმა არ უწყის საკუთარი სიტყვის ძალა, მაგრამ გველს ესმის, გრძნობს ამ ძალას და ემორჩილება. მართალია ჩვენც არ ვუწყით თუ რა ძალა აქვს ჩვენს სიტყვებს, მაგრამ დემონებს ესმით და შიშით უკან იხევენ. სიძვით ძლეული ორი ძმა წავიდა და თან ქალები წაიყვანა. შემდეგ კი ერთმანეთს უთხრეს: რა სარგებელია ჩვენთვის, რომ ანგელოზური სახე დაუტევეთ, ამგვარ არაწმიდებაში აღმოჩნდით და ბოლოს კი ცეცხლსა და სატანჯველში წასვლა მოგველის. კვლავ უდაბნოში დავბრუნდეთ. დაბრუნებულებმა ჩადენილი ცოდვა აღიარეს და მამებს თხოვეს სინანულის კანონი დაეგესრებინათ მათთვის. ბერებმა ისინი ერთი წლით ჩაკეტეს და ორივეს თანაბარი რაოდენობის წყალსა და პურს აძლევდნენ. ძმები გარეგნულად ერთმანეთს ჩამოჰგავდნენ. როდესაც სინანულის დროა მოიწურა, ისინი პატიმრობიდან გამოვიდნენ და მამებმა ერთი მათგანი დამწუხრებული და სრულიად ფერმრთალი იხილეს, მეორე კი მხიარული და ნათელი სახით და გაუკვირდათ ეს ამბავი, რადგან ძმები საკვებს ერთნაირად იღებდნენ. ნაღვლიან ძმას კითხეს, როგორი აზრები ჰქონდა სენაკში ყოფნისას. მე იმ ბოროტებაზე ვფიქრობდი, რომელიც ჩავიდინე, უპასუხა მან, და იმ სატანჯველზე, რომელიც მომელის და შიშისაგან შეხმეს ხორცნი ჩემნი ძვალთა ჩემთა. ჰკითხეს მეორესაც, შენ რაღაც ფიქრობდი შენ სენაკში? მან უპასუხა, მადლობდი უფალს, რომ ამასოფლის უწმინდურებასა და მომავალ სატანჯველს განმაშორა და ამ ანგელოზებრივ ცხოვრებაში დამაბრუნა და ღვთის ხსოვნა სიხარულს მგვრიდა. ბერებმა სთქვეს, ორივე სინანული თანაბარია უფლის წინაშე. სკითში ერთი ბერი ცხოვრობდა და რადგანაც ძლიერ დასნეულდა, ძმები ემსახურებოდნენ. ბერმა მათი ღვაწლი რომ იხილა თქვა, ეგვიპტეში წავალ, ძმები რომ არ დავამძიმო, მაგრამ ამბაპ იმენმა უთხრა, არ წახვიდე, თორემ სიძვით დაეცემი. ის კი დამწუხრდა და უპასუხა, უკვე მოგვდინებულია ჩემი სხეული, ამას მეუბნები და ეგვიპტეში წავიდა. მისი ამბავი რომ გაიგეს, ცხოვრებლებს ბევრი წვენი მიჰქონდათ. მის სამსახურებლად ერთი მორწმუნე ქალიშვილი მივიდა და რამდენიმე ხნის შემდეგ გამოჯამრთელებული ბერი მასთან ცოდვით დაეცა. ქალი დაფეხმძიმდა და ვაჟიშვა. ცხოვრებლებმა ჰკითხეს, მისგან ჰყავდა შვილი. მანაც უპასუხა, რომ ბერისგან, მაგრამ არ დაუჯერეს. ბერმა თავად მეთქვა, ეს ჩემი ცოდვაა, მაგრამ გაუფრთხილდით ახალშობილს. ასეც მოიქცნენ. როდესაც ყრმა უკვე დედის რძით აღარ იკვებებოდა, ერთ დღესასწაულზე ბერი მხრებზე მოკიდებული ჩვილით სკითში მივიდა და ხალხთან ერთად ეკლესიაში შევიდა. იქ მყოფნი მის დანახვაზე ატირდნენ. მან კი ძმებს უთხრა, შეხედეთ ამ ჩვილს, ის ურჩობის ძეა. თქვენს გაუფრთხილდით ძმანო, რადგან მე სიბერეში ჩავიდინე და ილოცეთ ჩემთვის. წავიდა სენაკში და უწინდელი ღვაწლი იტირთა. ეგვიპტის ქვემო ქვეყნებში ერთი განდეგილი ცხოვრობდა და განთქმული იყო, რადგან განმარტოებულ სენაკში უდაბურ ადგილას მკვიდრობდა. და აი სატანის მანქანებით ერთმა უწესო ქალმა მის შესახებ მოისმინა და ყმაწვილკაცებს უთხრა, რას მომცემთ, თქვენი მოსაგრე ძირს რომ დავცე. მათ ჯილდო აუთქვეს და ქალიც თითქოს და გზააბნეული საღამოს ბერის სენაკთან მივიდა. როდესაც კარზე დააკაკუნა, ბერი გამოვიდა. მის დანახვაზე შეცბუნდა და უთხრა, აქ როგორ აღმოჩნდი? გზადამებნა და აქ მოვხვდი, მიუგოცრემლ მორეულმა ქალმა. ბერ შეებრალა, ეზოში შეიყვანა. თავად სენაკში შევიდა და კარი ჩაიგედა. დაიწყეული ქალი აყვირდა. ამბა, აქ მხეცები შემჭამენ. ბერი კვლავ შეწუხდა. ამავე დროს ღვთის სასჯელისად შეეშინდა და თქვა, საიდან მოიწია ჩემზე ეს რისხვა. გააღო კარი და ქალი შიგნით შეუშვა. მაშინ სატანა ისრებით მოწყვლავდა ბერს და ქალის მიმართ ვნებას აღუძრავდა. მაგრამ მან მტრის თავდასხმა რომ იგზნო, თავს უთხრა, მტრის მზაკვრება სიბნელეა, ხოლო ძეღვთისა სინათლე, ადგა და სანთელი აანთო. შემდეგ ვნებით აღზრულმა თქვა, ესევით არის ამოქმედნი სატანჯველში მიდიან, მას გამოსცადე საკუთარი თავი. აქ ძალგიც დაითმინო მარადიული ცეცხლი და თითი ცეცხლს მიუშვირა და დაიწვა, მაგრამ ხორცის ძლიერი აღძვრის გამო ტკივილს ვერ გრძნობდა. ასე გააგრძელა დილამდე და ყველა თითი დაიწვა. მეძავმა რომ ნახა, რასაც აკეთებდა, შიშისაგან გაქვავდა. დილით მოსაგრესთან მისულმა ყმაწვილკაცებმა იკითხეს, გუშინ აქ ქალი მოვიდა? დიახ, უპასუხა ბერმა, აგერ სენაკში ძინავს. შიგნით შესულებმა ქალი მკვდარი იხილეს და ბერს უთხრეს,
ამბა ის მოკვდა. მაშინ მან ხელები გაუწოდა მათ და მიუგო. აი რა დამმართა ამ სატანის ასულმა. მან დაღუპა ჩემი თითები. ყველაფერი უამბო და უთხრა. წმინდა წერილი ამბობს: ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ. ილოცა და აღადგინა ქალი. მეძავი წავიდა და დარჩენილი ცხოვრება სიწმინდით გაატარა. ერთი ძმა სიძვის ვნებით იტანჯებოდა. მას ეგვიპტის ერთ სოფელში მისვლა მოუწია, სადაც წარმართი ქურუმის ქალიშვილი ნახა. შეუყვარდა და მამამისს უთხრა: ცოლად გამატანეო. ქალიშვილს ვერ მოგცემ, თუ ჩემ ღმერთს არ შევეკითხე, უპასუხა მან. წავიდა ქურუმი დემონთან და ჰკითხა: მავანი მონაზონი მოვიდა და ჩემი ქალიშვილის წაყვანა სურს, გავატონო თუ არა? დემონმა უპასუხა: ჰკითხე თუ უარყოფს თავის ღმერთს, ნათლისღებასა და მონაზვნურ აღთქმას. ქურუმი წავიდა და უთხრა ბერს: უარყოფ ღმერთს, ნათლისღებასა და მონაზვნურ აღთქმას. იგი დათანხმდა და იმავე წამს იხილა მტრედის მსგავსი რამ, თავის ბაგეთაგან გამოსული და ცისკენ აფრენილი. ქურუმი დემონთან წავიდა და უთხრა, რომ ბერი სამივე პირობას დათანხმდა. მაშინ სატანამ პასუხად მიუგო: ნუ მისცემ შენ ქალიშვილს ცოლად, რადგან ღმერთი არ გარშორებია მას და კვლავ შეეწევა. დაბრუნებულმა ქურუმმა ძმას უთხრა: ვერ მოგცემ ჩემ ქალიშვილს, რადგან ღმერთი ისევ გეხმარება და არ განგშორებია. ამის გაგონებაზე ძმამ საკუთარი თავი შეაგონა. ღმერთმა ასეთი წყალობა მოიღო ჩემზე, მე კი შეჩვენებულმა უარყვავი იგი, ნათლისღებაც და მონაზვნის აღთქმაც. სახიერი უფალი კი ახლად შემეწევა. ასე მოეგო გონს. უდაბნოში ერთ ცნობილ ბერთან წავიდა და ეს ამბავი მოუყვა. ბერმა უთხრა: დაჯექი ჩემთან გამოქვაბულში. 3 კვირა განუწყვეტლივ იმარხულე. მე კი ღვთის წინაშე შენთვის ვილოცებ. ბერი იღწოდა ძმისთვის, მოუხმობდა უფალს: უფალო, გევედრები მაჩუქე ეს სული და შეიწირე მისი სინანული და შეისმინა ღმერთმა მისი ლოცვა. როდესაც პირველი შვიდეული ჩამთავრდა, ბერი მივიდა ძმასთან და კითხა: თუ ვიხილე რაიმე? ცის სიმაღლეზე, ჩემს თავს ზემოთ, მტრედი ვიხილე, უპასუხა ძმამ. ბერმა უთხრა: ყურად იღე და მთელი ძალით მოუხმე უფალს. მეორე შვიდეულის ბოლოს, ბერი კვლავ მივიდა ძმასთან და კითხა: თუ ნახე რამე? ვნახე, უთხრა ძმამ, მტრედი ჩემს თავზე ჩამომავალი. ბერმა დაარიგა: იფხიზლე და ილოცე. მესამე შვიდეულის გასრულებისას, ბერმა კვლავ კითხა: მეტი ხომ არაფერი გინახავს? ვნახე, უპასუხა ძმამ. მტრედი ჩამოფრინდა და სწორედ ჩემს ზემოთ გაჩერდა. მე ხელი გავიწოდე, რათა ამეყვანა და იგი ჩემს ბაგეებში შევიდა. მაშინ ბერმა მადლობა შესწირა უფალს და თქვა: აი, ღმერთმა შეიწირა შენი სინანული. დღეიდან გულისყურით იყავი. ძმამ პასუხად მიუგო: ამიერიდან სიკვდილამდე შენთან დავრჩები ამბა. ერთ-ერთი თებაიდელი ბერი ამბობდა: მამაჩემი ქურუმი იყო და როდესაც ბავშვობაში საკერპოში ვიჯექი, არაერთხელ მინახავს, როგორ შემოდიოდა და კერპებს მსხვერპლს წირავდა. ერთხელ მამაჩემს ზურგიდან მალულად მიუახლოვდი და მის წინ მდგარი სატანა და მთელი მისი ამალა ვიხილე. და აი ერთი მთავარი მიუახლოვდა მას და თაყვანისცა. სატანამ ჰკითხა: საიდან მოხვედი? მე ამადა ამ სოფელში ვიყავი, უპასუხა მან. იქ დიდი ბრძოლა და ბუნტი აღვძარი, სისხლის ღრა მოვახდინე და მოვედი, რათა გაცნობო. სატანამ ჰკითხა: რამდენ ხანში გააკეთე ეს? 30 დღეში, უპასუხა მან. სატანამ უბრძანა: დაესაჯათ იგი. ამდენი ხნის განმავლობაში ნუ თუ მხოლოდ ეს შეძელი. აი მას თაყვანისცა მეორემ. სატანამ ჰკითხა: საიდან მოხვედი? ზღვაზე ვიყავი, უპასუხა დემონმა. ხელვა აღვძარი, ხომალდები ჩავძირე. უამრავი ადამიანი დავღუბე და ამის სათქმელად მოვედი შენთან. რა დრო მოანდომი ამას? ჰკითხა სატანა. 20 დღე, უპასუხა დემონმა. სატანამ მისი დასჯაც ბრძანა და თქვა: ამდენი ხნის განმავლობაში ნუ თუ მხოლოდ ეს გააკეთე. და აი მესამე მიუახლოვდა და თაყვანისცა. სატანამ ჰკითხა: საიდან მოხვედი? მან უპასუხა: ამად ამ ქალაქში ჯურის წერა მიმდინარეობდა. მე ჩხუბი აღვძარი, დიდი სისხლის ღრა მოხდა. თვით ნეფე დედოფალს შორისაც კი და მის საცნობებლად მოვედი შენთან. რამდენ დღეში მოახერხე ეს? 10 დღეში, უპასუხა მან. სატანამ ბრძანა დაყოვნებისათვის ისიც დაესაჯათ. კიდევ მივიდა ერთი და თაყვანისცა. სატანამ ჰკითხა: საიდან მოხვედი? მე უდაბნოში ვიყავი, უპასუხა მან. აი უკვე 40 წელი ერთ მონაზონს ვებრძვი და ამ ღამით იგი სიძვით დავამარცხე. ეს რომ მოისმინე, სატანა ადგა, გადაეხვია ამბის მომტანს. აიღო გვირგვინი, რომელსაც თავად ატარებდა და მას დაადგა თავზე. ტახტზე გვერდით მოისვა და უთხრა: შენ უდიდესი საქმე აღასრულე. ამის შემდეგ ბერმა დაასკვნა. ეს რომ ვიხილე, საკუთარ თავს უთხარი. აი როგორი მაღალია მონაზვნის წოდება. როდესაც უფალმა კეთილინება ხსნა მოენიჭებინა ჩემთვის და უტევე სოფელი და მონაზონი გავხდი. ერთ-ერთ მამაზე ამბობდნენ:
ის ერიდან იყო მოსული და საკუთარი ცოლისადმი ამხურცული ვნებით იწოდა. ამის შესახებ მამებს უთხრა. მათ უწყოდნენ მისი შრომის მოყვარეობა და ისიც, რომ იმაზე ბევრად მეტს აკეთებდა, რასაც ავალებდნენ. ამიტომ ისეთი ღვაწლი და მარხვა დაუწესეს, რომ მისი სხეული დაუძლურდა და ადგომა აღარ შეეძლო. ღვთისგანგებით მათთან სკითში ერთი მსხემი მამა მივიდა. სნეულის სენაკთან მისულმა ღია კარი შენიშნა და შიგნით შევიდა. თან უკვირდა დასახვედრად რომ არავინ გამოვიდა. მაგრამ მერე გამოტრიალდა და დააკაკუნა. იქნებ ძმა ავადარისო. დაკაკუნების შემდეგ სენაკში შევიდა. ნახა ძლიერ დაუძლურებული ძმა და უთხრა: რა დაგემართა მამაო? მანაც უამბო: მე ერიდან ვარ და ახლა მტერი ჩემი ცოლის მიმართ აღმძრავს. ეს ყოველივე მამებს გავუმხილე. მათ შრომა და მარხვა დამიწესეს. მე აღვასრულებდი ამ ღვაწლს და დავუძლურდი. ბრძოლა კი ძლიერდება. ამის გაგონებამ ბერი დაამწუხრა და უთხრა: მართალია კარგია რომ მამებმა როგორც ძლიერმა პიროვნებებმა ასეთი ღვაწლი და მარხვა დაგიწესეს, მაგრამ თუ გსურს, ჩემს სიმდაბლეს უსმინო მიატოვე ეს შრომა. დროულად მიიღე ცოტაუდენი საზრდო და ღმერთს შეძლების დაგვარად მსახურება აღუვლინე. მიუტევე უფალსა ზრუნვა ის შენი, რადგან საკუთარი ძალებით არ ძალგიც ამ უნების დაძლევა. ჩვენი სხეული ტანისამოსივითაა, თუ მოუფრთხილდები, სახსალამად შეინარჩუნებ, თუ არა და ხრწნადობას ექვემდებარება. ავადმყოფი ასე მოიქცა და რამდენიმე დღის შემდეგ ბრძოლა შეწყდა. იყო ერთი სათნოებებში წარმატებული ძველი მოსაგრე, რომელიც ანტინოეს მხარეში მთებში ცხოვრობდა. ნაცნობ მონაზონთაგან გვსმენოდა, რომ მრავალმა მიიღო სარგებელი როგორც მისი სიტყვით, ასევე საქმით. ამ მდგომარეობაში მტერს შეშურდა მისი. როგორც შურს ხოლმე ყველა სათნო ადამიანისა და ამავე სათნოებით შეფარული აზრი შთააგონა, რომ სხვები კი არ უნდა გემსახურონ, ისინი კი არ უნდა შრომობდნენ შენთვის, არამედ თავად უნდა ემსახურო მათ. ასე რომ, უკიდურეს შემთხვევაში შენვე მოემსახურე საკუთარ თავს. თვითონ გაყიდე კალათები ქალაქში. იყიდე რაც გჭირდება და შემდეგ კვლავ განდეგილობას დაუბრუნდია. სატანამ ეს იმის გამო ჩააგონა, რომ შურდა მისი მდუმარებისა და ღვთისა და კაცთა სასარგებლოდ მისი ლოცვითი ღვაწლისა. მტერი ცდილობდა ყველგან ჩასაფრებოდა და გამოეჭირა და ისიც მიენდო ამ თითქოს და სათნო გულის სიტყვას და მონასტრიდან გამოვიდა. მართალია სახელგანთქმული იყო, მაგრამ გამოუცდელიც გახლდათ და არ უწყოდა მტრის ბევრი მზაგრობა, რაც იციან და რაც უხილავდა სხვა მოსაგრეებს. ამიტომ თავისი უყურადღებობის გამო დიდი ხნის შემდეგ ქალს რომ შეხვდა, მოიხიბლა და მტრის მანქანებით ერთ განმარტოებულ ადგილას, მდინარის პირას, მასთან ერთად მისულმა შესწოდა. როდესაც გაიაზრა, რომ ბოროტმა მისი დაცემით გაიხარა, თითქმის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რადგან შეურაცხყო ღმერთი. ანგელოზნი, წმინდა მამანი, რომელთაგან მრავალი ქალაქად ცხოვრობდა და ბოროტს ამარცხებდა, ძმა ძლიერ მწუხარებდა, რომ არც ერთ ამ წმინდა მამას არ მიემსგავსა. და ისე რომ თავისი შეცოდების გამოსწორებაზე არც უფიქრია, მტრის გასახარად სურდა მდინარის ტალღებისათვის მიეცა თავი, მაგრამ ძლიერი სულიერი მწუხარებისაგან მისი სხეული დაუძლურდა და მხოლოდ გულმოწყალე ღმერთი შეეწია, რომ მტრის გასახარად არ დაღუპულიყო. საბოლოოდ გონსმოგებულმა გადაწყვიტა, უფრო დიდი შრომით შეეჭირვებინა თავი. სულის თქმით რაწუხილით ელოცა ღვთის წინაშე და კვლავ თავის მონასტერში დაბრუნდა. კარი ჩაიკეტა და ისე იგლოვდა, როგორც მკვდარს დასტერიან ხოლმე. ღმერთს ევედრებოდა, ღვიძარებდა, მარხულობდა და საკუთარი სხეული დააძაბუნა, მაგრამ ჯერ არ მიიღო ნიშანი თავისი სინანულის შესახებ. როდესაც ძმები აკითხავდნენ, უკაკუნებდნენ და დამოძღვრას ითხოვდნენ, ის პასუხობდა, რომ კარის გაღება არ შეეძლო. მე აღთქმა დავდე, რომ მთელი წლის განმავლობაში გულწრფელად მოვინანიებდი. ამბობდა და ძმებს თხოვდა მისთვის ელოცად. მან არ იცოდა როგორ ეთხოვა პატიება, რათა მსმენელი არ ცდუნებულიყვნენ, რადგან ძალზე პატიოსან და უდიდეს მონაზვნად თვლიდნენ. მთელი წელი გაძლიერებულ მარხვასა და გულწრფელ სინანულში გაატარა. ქრისტეს აღდგომის ღამეს, როდესაც დღესასწაული იწყებოდა, მან ახალი ლამპარი აიღო და მოამზადა, ახალ ჭურჭელში ჩადო, ზემოდან დააფარა და მიმწუხრიდან ლოცვად დადგა. უფალო მოწყალეო და უშურველო, ავაზაკთათვისაც რომ გსურს ცხონება და ჭეშმარიტებით გონების განათლება. შენ და მიმოვილთვი, მორწმუნეთა მამაო, უფალო, შემიწყალე მეც, რომელიც მტრის გასახარად ბევრჯერ დავეცი. და აი ახლაც მკვდარი ვარ. ბოროტის ნებას დამონებული, მეუფეო, შენ ხომ უპატიოსნო და შეუბრალებელი ადამიანებსაც იწყალებ და მოყვასის შეწყალებას ასწავლი. შეიწყალე ჩემი სიმდაბლე, რადგან არაფერია შენთვის შეუძლებელი. სული ჩემი მტვერივით განიფანტა ჯოჯოხეთის ხილვისას. აღმოაჩინე წყალობა შენი ჩემზე და რადგან სახიერი ხარ შენი ქმნილებისადმი, შენ არარსებურ სხეულებსაც აღადგენ აღდგომის დღეს. შეისმინე ჩემი უფალო, რადგან შეძრძუნდა სული ჩემი. შეჩვენებულია სამშვინველი ჩემი და სხეულიც, რომელიც ბიციან ვყავ. გამოიფიტა.
შენი შიშითა ვარ მოცული და აღარ ძალმით სიცოცხლე და სინანულის გამო არ მაქვს გადნიერება. ცოდვათა შენდობას მოველოდე, რადგან გრძნობ ამ უსასოობის მძიმე დანაშაულს. განმაცხოველი მე შემოსრული, უბრძანი ამ კანდელს შენი ცეცხლით აღენთოს. რათა ამგვარად შენი მოწყალებისა და შეწყნარების მოიმედემ ცხოვრების დარჩენილი დრო, რომელსაც მომიწყვნი, დავიცვა შენი მცნებანი, არ განვეშორო შენ შიშს, არამედ უწინდელზე მეტი მოშორნეობით გემსახურო. ეს თქვა მწარე გოდებით. იმაღდგომის ღამეს ადგა, რათა ენახა ხომ არ აინთო კანდელი. ახადა და ნახა, რომ არ ანთებულიყო. კვლავ მუხლებზე დაეცა და ამ სიტყვებით მოუწოდებდა უფალს. ვიცი უფალო, ეს ბრძოლა იმისთვის მომევლინა, რათა გვირგვინი მომეხვეჭა. მე კი ფეხს ედგომა ვერ შევძელი. პირიქით, ხორციელი სიამოვნების გამო ბიწიერთა ტანჯვას ვიმსახურებ. შემიბრალე უფალო, რადგან აიგლავ ვაღიარებ ჩემს სიბილწეს შენი სახიერების, შენი ანგელოზებისა და ყველა მართლის წინაშე, და რომ არ არსებობდეს საცდური, კაცთა წინაშეც ვაღიარებდი. უხვად მიაგე წვენი ჩემს სულს და მე სხვებსაც განვსწავლი. ჰოი უფალო, განმაცხოველე მე. სამჯერ ილოცა ამგვარად და მისი ლოცვა შესმელილი იქნა. ფეხზე წამომდგარმა ანთებული კანდელი იხილა, ღვთის სასუებით განიხარა. სიხარულით განმტკიცდა, განკვირდა, რომ ღვთის მადლმა მოიხილა იგი და თქვა, გმადლობ შენ უფალო, რომ მე ამ ცხოვრებისა და სიმშვიდის უღირსი, შემიწყალე და ღირს მყავ ამ ახალი და უდიდესი სასწაულისა, შენი წყნარებ კაცთმოყარეო შენ სულთ, და ვიდრე იგი საკუთარ აღსარებას განაგრძობდა და ღმერთს მადლობდა, დილაც გათენდა, და მან განიხარა უფლის მიერ სხეულის საზრდო კი არც გახსენებია. კანდელის ცეცხლს ცხოვრების ბოლომდე უფრთხილდებოდა, უვლიდა და ზეთს უმატებდა, რათა არ ჩამქრალიყო. ამგვარად, სული უფლისა კვლავ ჩასახლდა მასში და იგი მდაბალი, თავისი აღმსარებლობითა და ღვთისადმი მადლიერებით ყველასათვის ცნობილი გახდა. ხოლო როდესაც სხეულის სულთან გაყრის ჟამმა მოაწია, ამის შესახებ მიცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ეუწყა. დიდება მამასადაც სადაც მინდა სასულსაც დამარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ერთმა ძმამ სოფელი დაუდევა. საკუთარი ქონება გლახაკთ დაურიგა. მხოლოდ ცოტაოდენი რამ დაიტოვა პირადი სარგებლობისათვის და ამბა ანტონისთან მივიდა. ეს რომ გაიგო ბერმა უთხრა, თუ მონაზვნობა გსურს, ამადა ამ სოფელში წადი, ხორცი იყიდე, შიშველ სხეულზე შემოიწყე და ესე დაბრუნდი აქ. როდესაც ძმა ასე მოიქცა, ძაღლები და ფრინველები ჯიჯგნიდნენ მის სხეულს. ბერთან შეხვედრისას ამ უკანასკნელმა ჰკითხა, შეასრულა თუ არა რაც მან ურჩია. და როდესაც ჭაბუკმა თავისი დასერილი სხეული უჩვენა, ამბა ანტონიმ უთხრა, ასე ესხმიან თავს და ტანჯავენ დემონები მათ, რომელთაც ერთს განშორებულთ ქონების შენარჩუნება სურთ. ერთ-ერთი მამა იოანეს სპარსის შესახებ ამბობდა, რომ მან უამრავი სათნოების წყალობით უდიდეს უბიწოებასა და უბრალოებას მიაღწია. იგი ეგვიპტის არაბეთში ცხოვრობდა. ერთხელ მან ძმას ერთი ოქრო გამოართო და ხელსაქმისათვის სელი იყიდა. ძმა მივიდა მასთან და უთხრა, ამბა, ცოტა სელი მომეცი და ჩემთვის კვარც მოვიმზადებ. ბერმა სიხარულით მისცა. მეორეც სხვა ძმა მივიდა, ვედრებით უთხრა, ცოტა სელი მომეცი, კვარც მოვიქსოვ. ბერმა მასაც მისცა. როდესაც სხვების თხოვდნენ, მათაც სიხარულით აძლევდა. ბოლოს მასთან მევალე მივიდა, იმ იმედით, რომ საკუთარ ოქროს მიიღებდა. ბერმა უთხრა, რომ დაუბრუნებდა, რადგან მისაცემი არაფერი ჰქონდა. ამბა იაკობთან წავიდა, გზად მიწაზე დავარდნილი მონეტა იპოვა, მაგრამ არ შეხებია. ილოცა და საკუთარ კელიაში დაბრუნდა. ძმა კიდევ მივიდა იგივე თხოვნით და უთხრა, რომ ძლიერ ღელავდა. ბერი კვლავ გაემართა და იმავე ადგილას ისევ ნახა მონეტა. კვლავ ილოცა და უკან დაბრუნდა. აი უკვე მესამედ მივიდა ძმა და თავი შეაწყვინა. ბერმა უთხრა, ამ ერთხელაც მაპატიე და მოგიტან მონეტას. ადგა, წავიდა და იმავე ადგილას ნახა მონეტა. ილოცა, აიღო. ამბა იაკობთან მივიდა და უთხრა, ამბა, შენთან რომ მოვდიოდი, გზად ეს მონეტა ვიპოვე. გამოიჩინე სიყვარული. გამოაცხადე ამ მიდამოებში ვინმეს ხომ არ დაუკარგავს. და თუ მისი მფლობელი გამოჩნდება, დაუბრუნე. მამა იაკობმა გამოაცხადა ეს ამბავი და 3 დღის განმავლობაში ელოდა, მაგრამ მონეტის დამკარგავი არ გამოჩენილა. მაშინ ბერმა უთხრა ამბა იაკობს, თუ ეს მონეტა არავის დაუკარგავს, მაშინ ამადა ამ ძმას მიეცი, მისი ვალი მაქვს. ამბა იაკობი გაუცდა, რომ ბერმა, რომელსაც ვალი ჰქონდა და ფული იპოვა, მაშინვე არ აიღო და მევალეს არ მისცა. ამბა იოანეს კიდევ ერთი გასაოცარი თვისება ჰქონდა. როდესაც მასთან ვინმე მივიდოდა რაიმე სასესხებლად, საკუთარი ხელით არ მისცემდა, არამედ ეტყოდა, წადი და თავად აიღე რაც გსურს. ხოლო როდესაც ძმა უკან უბრუნებდა წაღებულს, მაშინაც ეუბნებოდა, ეგ უკვლავ თავის ადგილას დადე. ხოლო თუ უკან არ მიხონდა, ბერი არც ახსენებდა ამის შესახებ. ერთხელ რომიდან სკიტში ერთი მონაზონი მივიდა.
რომელსაც სამეფო კარზე მაღალი მდგომარეობა ეკავა და ეკლესიის მახლობლად დასახლდა. მასთან ახლდა ერთი მორჩილი, რომელიც ემსახურებოდა. პრესვიტერმა მისი უძლურება რომ იხილა და თან შეიტყო თუ როგორ უზრუნველად ცხოვრობდა მანამდე, ყველაფერს უგზავნიდა, რასაც ღმერთი უბოძებდა, ან რაც ეკლესიაში შემოდიოდა. სკიტში 25 წლის ცხოვრების შემდეგ მონაზონს განჭრეტის ნიში მიემადლა და სახელი გაითქვა. ეგვიპტის ერთ-ერთმა დიდმა მოსაგრემ მის შესახებ შეიტყო და ეწვია, რადგან იმედოვნებდა, რომ მასთან გარეგნული ცხოვრების უფრო მკაცრ წესს აღმოაჩენდა. შესვლისას მიესალმა, ილოცეს და დასხდნენ. ეგვიპტელმა ნახა, რომ ბერი კარგ ტანისამოსში იყო გამოწყობილი. ტყავი და ჭილოფი ეგო, პატარა ბალიში წედო, ფეხები სუფთა ჰქონდა და სანდლები ეცვა. სტუმარი აცდუნა იმის ხილვამ, რომ ასეთ ადგილას ამრიგად ცხოვრობდა იგი და არა მკაცრი მოსაგრეობით. ბერი განჭრეტის ნიშის წყალობით მიხვდა, რომ სტუმარი ცდუნდა და თავის მორჩილს უთხრა: ამბას გულისთვის ახლა დღესასწაული მოგიწყვე. მომსახურემ ცოტაოდენი ბოსტნეული მოიძია და მოხარშა. როდესაც დრო მოვიდა, ადგნენ და იხმიეს. უძლურების გამო ბერს ცოტა ღვინო ჰქონდა და დალიეს. საღამოს 12 ფსალმუნი წაიკითხეს და დაწვნენ. ასე მოიქცნენ ღამითაც. დილით რომ ადგნენ, ეგვიპტელმა ბერს უთხრა: ილოცე ჩემთვის. და ისე წავიდა მისგან, სარგებელი არაფერი მიუღია. როდესაც ცოტათი განშორდა, ბერმა მის მოსაბრუნებლად კაცი გაგზავნა, რადგან სურდა სტუმარს სარგებელი ენახა. დაბრუნებული ბერმა კვლავ სიხარულით მიიღო და გამოჰკითხა: რომელი ქვეყნიდან ან რომელი ქალაქიდან ხარ? მე სულაც არა ვარ ქალაქელი, უპასუხა ეგვიპტელმა. ბერმა ჰკითხა: მე რა ხელობას მისდევდი სოფელში? დარაჯი ვიყავი. კვლავ ჰკითხა: სად გეძინა? მინდორში, უპასუხა მან. საწოლი თუ გქონდა თან? მინდორში როგორ გავშლიდი საწოლს? ბერმა ჰკითხა: მაშ როგორ გეძინა? მიწაზე, უპასუხა ეგვიპტელმა. როგორი საკვები გქონდა მინდორში და როგორ ღვინო სვამდი? ეგვიპტელმა უპასუხა: როგორი საკვები და ღვინო იქნება მინდორში? როგორღაც ცხოვრობდი? ცოტა პურს ვჭამდი, რაიმე დამარილებულს და წყალს ვსვამდი. მეუგო მან. ეს უდიდესი ღვაწლია, თქვა ბერმა და ჰკითხა: აბანო თუ იყო სოფელში, სადაც დაბანა შეგეძლო? არა, მაგრამ როდესაც გსურდა მდინარეში ვიბანდით. ბერმა ეს ყველაფერი რომ მოისმინა და ეგვიპტელის უწინდელი ღატაკი ცხოვრების შესახებ შეიტყო, მისთვის სარგებლის მოტანის სურვილით ერში თავის წარსულ ცხოვრებაზე უამბო. მე მდაბალი, რომელსაც ახლა შენ უმზერ, უდიდესი ქალაქიდან, რომიდანა ვარ და მეფის კარის დიდებული ვიყავი. ეგვიპტელს პირველი სიტყვებზე გული მოულბა და ყურადღებით უსმენდა ბერის საუბარს. და აი, განაგრძობდა ბერი, დავტოვე რომი და ამ უდაბნოში მოვედი. მე, რომელიც ახლა შენს წინაშე ვდგავარ, დიდებულ სასახლეებსა და უდიდეს სიმდიდრეს ვფლობდი. ეს ყველაფერი მოვიძულე და ამ პატარა სენაკში მოვედი. მე ახლა შენს წინაშე მდგომს ოქროს სარეცლები და უძვირფასესი გადასაფარებლები მქონდა. აქ კი მათმაგივრად უფალმა ეს ტყავი და ჭილოფი მომცა. ძვირფასი ტანისამოსი მეცვა. მის მეგივრად ახლა ამ ღარიბულ შესამოსელს ვატარებ. ჩემი სუფრისთვის უამრავი ოქრო იხარჯებოდა. ახლა კი უფალი ცოტაოდენ ბოსტნეულსა და პატარა ფინჯან ღვინოს მიგზავნის. უამრავი ჭაბუკი მემსახურებოდა და მათმაგივრად უფალმა ამ ბერს ჩააგონა მომემსახუროს. აბანოს მაგივრად ცოტა წყალს ვისხამ ფეხებზე და უძლურების გამო სანდლებს ვატარებ. ფლეიტასა და არფაზე დამღერების ნაცვლად 12 ფსალმუნს ვკითხულობ. ამას მე ვიქმ ღამითაც, ჩემი ცოდვების გამო და მცირე ღვთისმსახურებასაც აღვასრულებ. ასე რომ გთხოვ, მამაო, ნუ ცდუნდები ჩემი უძლურებით. ეს რომ მოისმინა, ეგვიპტელი გონს მოეგო და თქვა: ვაიმე, ერის უამრავი გასაჭირის შემდეგ აქ სიმშვიდეში მოვედი და ახლა მაქვს ის, რაც ადრე არ მქონია. შენ კი ასეთი უზრუნველობიდან, გაჭირვებაში, დიდებიდან და სიმდიდრიდან, სიგლახაკესა და უპატიობაში მოსულ ხარ. ეგვიპტელმა დარიგება მიიღო და დატოვა ბერი. მისი მეგობარი შეიქმნა და სული სარგებლისათვის ეწეოდა ხოლმე, რადგან ბერი განშით გამოირჩეოდა და სული წმინდის კეთილსურნელებით იყო აღვსილი. ოდესღაც ერთი ძმა ამბა პიმენის შორი ახლოს მცხოვრები, სხვა ქვეყანაში წავიდა. იქ ერთ დაყუდებულ მოღვაწეს შეხვდა, რომელიც ძალიან უყვარდათ და მრავალნი მიდიოდნენ მასთან. ძმამ მას ამბა პიმენზე უამბო. მისი სათნოების შესახებ რომ მოისმინა, განდეგილმა პიმენის ნახვა მოისურვა. ძმის ეგვიპტეში დაბრუნებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ეს განდეგილიც თავისი ქვეყნიდან ეგვიპტეში წავიდა ამ ძმასთან. ძმამ მის დანახვაზე ძალზე გაიოცა და გაიხარა. განდეგილმა უთხრა: გამოიჩინე სიყვარული, ამბა პიმენთან წამიყვანე. ძმამ წაიყვანა იგი ბერთან და თანაც სტუმრის შესახებ ასე ამბობდა: იგი უდიდესი ადამიანია, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს თავის ქვეყანაში. მე მას მოუყევი შენ შესახებ და აი, შენი ხილვის სურვილით აქ მოვიდა.
მაშინ განდეგილმა საღვთო წერილიდან სულიერ და ზეციურ საგნებზე დაიწყო საუბარი. მაგრამ პიმენმა სახე მიიბრუნა და პასუხი არ გასცა. სტუმარმა რომ იხილა ბერი არ ესაუბრებოდა, დამწუხრებული გამოვიდა მისგან და უთხრა ძმას, ვინც მოიყვანა. ტყუილად ვიდე თავს ეს მოგზაურობა. ბერთან სარგებლისთვის მოვდიოდი. მას კი ჩემთან საუბარიც არ სურს. ძმა შევიდა პიმენთან და უთხრა: ამბა, შენი გულისთვის მოვიდა ეს უდიდესი ადამიანი. თავის ქვეყანაში ასეთი ცნობილი. რატომ არ ელაპარაკები? ბერმა უპასუხა: ის ზეცი საგანია და ზეციურზე საუბრობს. მე კი ქვეყნის საგანი და მიწიერზე ვსაუბრობ. მას რომ ჩემთან სულიერ ვნებებზე ელაპარაკა, ვუპასუხებდი. მაგრამ რადგან სულიერზე საუბრობს, მე ესენი არ ვიცი. მისგან გამოსულმა ძმამ სტუმარს უთხრა: ბერი მაშინვე წმინდა წერილის მიხედვით არ საუბრობს, მაგრამ თუ ვინმე სულიერ ვნებებზე ეტყვის რაიმეს, მას პასუხობს. შინაგანად შემოსრული განდეგილი ბერთან შევიდა და უთხრა: რა ვქნა ამბა, სულიერი ვნებები მძლევენ. ბერმა სიხარულით შეხედა და უთხრა: ახლა კარგად მოხვედი, ახლა გახსენ ბაგენი და მე მათ მადლით აღვავსებ. უდიდესი მოძღვრებით ახსილი განდეგილი ამბობდა: ნამდვილად ესაა ჭეშმარიტი გზა. თავის ქვეყანაში დაბრუნდა და ღმერთს მადლობდა, რომ ასეთი წმინდა ადამიანის ხილვის ღირსი შეიქმნა. გმობის დემონთაგან შეწუხებული ძმა თავისი გულის სიტყვების გამხელის სურვილით ამბა პიმენთან წავიდა, მაგრამ უკან დაბრუნდა, ისე რომ ბერისთვის არაფერი უთქვამს. როდესაც ნახა რომ კვლავ ძლიერი ტანჯება ამ სულით, ისევ წავიდა ბერთან, მაგრამ გამხელის შერცვა და ისე გამობრუნდა არაფერი უთქვამს. და რამდენჯერმე მოიქცა ასე. მიდიოდა ბერთან, რათა თავისი გულის სიტყვები აღიარებინა და სირცხვილეული უკან ბრუნდებოდა, ისე რომ არაფერს ამბობდა. ბერი მიხვდა, რომ ძმას გულის სიტყვები ტანჯავს, მაგრამ მათი გამხილა ერცხვინება. როდესაც ძმა ჩაულებისამებრ მივიდა მასთან და არაფერი გაუმხილა, ამბა პიმენმა უთხრა: რა ხდება შენ თავს ძმაო? ისე მიდიხარ არაფერს მეუბნები. ძმამ მიუგო: რა შემიძლია გითხრა მამაო? ბერმა უთხრა: გრძნობ გულის სიტყვები გებრძვიან, მაგრამ არ აქვს სურს ჩემთვის გამხილა, რადგან გეშინია, ვინმეს არ ბუთხრა. მერწმუნე ძმაო, როგორც ამ კედელს არ შეუძლია ლაპარაკი, ასევე მეც არ ვისმում ხელს სხვის გულის სიტყვას. ამ სიტყვებით გამხნევებულმა ძმამ ბერს უთხრა: მამაო, მე გმობის სულისგან დაღუპვის საშიშროება მელის. ის ცდილობს დამარწმუნოს, რომ ღმერთი არ არსებობს, რასაც წარმართებიც არ გაივლებენ ფიქრად. ბერმა უთხრა: ნუ შეშფოთდები ამ გულის სიტყვით, რადგან მართალია ხორციელი ბრძოლები ხშირად ჩვენი უდებების გამო გარდა გვხდება თავს, მაგრამ ეს გულის სიტყვა უდებების გამო არ მოდის. ეს თავად გველის თავდასხმაა. ამიტომ როდესაც ამგვარი გულის სიტყვა შემოგიდევს, ადექი და ილოცე, პირჯვარი გამოისახე და გონებაში შენ მტერს მიმართე. ანათემა შენ და შენს მომძლავრებას. შენი გმობა შენვე მოგიბრუნდეს, სატანა. თავად მე მწამს, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც ყოველივეს განაგებს. ეს გულის სიტყვა კი ჩემგან არ მომდინარეობს, არამედ შენგან ბოროტის მსურველო. და მიმჯერა დასძინა ბერმა, რომ ღმერთი გიხსნის სამწუხარებისაგან. ძმამ ბერი დატოვა და მისი დარიგებისამებრ მოიქცა. დემონმა რომ შეამჩნია მისი ჩანაფიქრი გამომზეურდა, ღვთისმადლით უკან დაიხია. ძმამ ძმა შეურაცხო. შეურაცხმყოფელმა ეს რომ გაიგო, შეურაცხყოფილთან წავიდა, რათა შენდობა ეთხოვა. მან კი კარი არ გაუღო. ამის შემდეგ ძმა ერთ ბერთან მივიდა და საქმის ვითარება აუხსნა. ბერმა პასუხად უთხრა: დააგვირდი, გულში რაიმე ხომ არ გიდევს. ძმას კიცხავ, რომ ის დავნაშავია, თავს კი იმართლებ. ამიტომაც არ იყო ზეცით ნება, რათა კარი გაგღებოდა. ამას გარდა ის შეასრულე, რასაც გეტყვი. თუ მან შესწოდა შენს წინაშე, წადი, გულში იფიქრე, რომ თავად შესწოდე მის წინაშე. ამით ძმას განამართლებ. მაშინ ღმერთი შეაგონებს მას და შეგირიგდება. ამასთან ერთად ბერმა ასეთი შემთხვევა უამბო. ორი ერისკაცი კეთილმორწმუნედ ცხოვრობდა. შეთანხმდნენ, წავიდნენ და შემონაზვდნენ. სახარების სიტყვისამებრ მოშურნეობით ახსილებმა ზეცათა სასუფევლისათვის თავი დაისაჭურისეს. არქიეპისკოპოსმა ეს რომ შეიტყო, ორივენი განკვეთა. ისინი კი ფიქრობდნენ, რომ კარგად მოიქცნენ.
შეიძულეს იგი და თქვეს: ჩვენ ცათა სასუფევლისთვის საჭურისებად ვიქეცით. მან კი გამკვეთა. წავიდეთ და იერუსალიმის არქიეპისკოპოსთან უჩივლოთ. წავიდნენ და მას უამბეს ყველაფერი. იერუსალიმის არქიეპისკოპოსმა უთხრა: მეც განგვკვეთთ. ამის შემდეგ დანაღვლიანებულნი ანტიოქიის არქიეპისკოპოსთან წავიდნენ და ყოველივე მას უამბეს. მანაც განკვეთა. მაშინ ერთმანეთს უთხრეს: პატრიარქთან წავიდეთ რომში, ის დაგვიცავს ამათგან. რომის არქიეპისკოპოსთან რომ მივიდნენ, უამბეს თუ როგორ მოექცნენ მათ სხვა მღვდელ მთავრები. შენთან მოვედით, რადგან ყველას თავი ხარ, უთხრეს მას. მან მიუგო: მეც განგვკვეთთ, თქვენ განკვეთილნი ხართ. ამის შემდეგ საგონებელში ჩავარდნილთ ერთმანეთს უთხრეს: ესენი ერთი მეორეს ასიამოვნებენ, რადგან კრებებზე ერთად არიან. წმინდა ღვთისკაც ეპიფანესთან წავიდეთ, კვიპროსის ეპისკოპოსთან. იგი წინასწარმეტყველია და კაცის სახეს არ უყურებს. როდესაც ეპიფანეს ქალაქს მიუახლოვდნენ, მას ღვთით ეუწყა მათი ამბავი. ეპიფანემ კაცი გაგზავნა მათ შესახვედრად და დააბარა: ამ ქალაქში არ შემოხვიდეთ. მაშინ კი გონს მოეგნენ და თქვეს: ჭეშმარიტად, შევწოდეთ. რად ვიმართლებთ თავს? თითქოს და უსამართლოდ ვიყოთ განკვეთილნი, როცა ეს წინასწარმეტყველიც განკვეთს. რადგან მას უფალმა აუწყა ჩვენს შესახებ და დიდად განსაჯეს საკუთარი თავი იმის გამო, რაც ჩაიდინეს. მაშინ გულთამხილავმა უფალმა, რომ იხილა რამდენად განიკითხავდნენ თავს, ამის შესახებ ამბა ეპიფანეს აუწყა. ეპიფანემ მოაყვანინა საჭურისები. ანუგეშა საეკლესიო ერთობაში მიიღო და ალექსანდრიის ეპისკოპოსს მისწერა: მიიღე შენი შვილები, რადგან ისინი გულწრფელად ნანობენ. ბერმა კი თქვა: აი სწორედ ესაა ადამიანის განკურნება და უფალი მას ითხოვს მისგან, რათა კაცმა თავად იდვირთოს საკუთარი ცოდვა და ღმერთს შესთხოვოს. ძმამ რომ ეს მოისმინა, ბერის სიტყვის ამებრ მოიქცა. წავიდა და ძმის სენაკის კარზე დააგაგუნა. მან კი გარეთ მყოფის ვინაობას რომ მიხვდა, პირველმა შეინანა მის წინაშე და მაშინვე გაუღო კარი. ისინი გულწრფელად გადაეხვივნენ ერთმანეთს და მათ შორის მშვიდობა დამყარდა. ამბა იოანე ამბობდა, რომ ამბა ანუბი, ამბა პიმენი და სხვა მათი ძმები ერთ ადგილას მივიდნენ, რომელსაც ტერენუფი ეწოდებოდა. ვიდრე დასარჩენად უკეთეს ადგილს მონახავდნენ, რამდენიმე დღით იქვე ძველ ტაძარში დაბინავდნენ. ამბა ანუბიმ უთხრა ამბა პიმენს: გამოიჩინეთ სიყვარული შენ და შენმა ძმებმა, თითოეულმა თავის სენაკში მოისვენოს და ამ კვირას ერთმანეთთან ნუივლით. ამბა პიმენმა უპასუხა: ისე მოიქცევით, როგორც შენ გსურს და ასეც ქნეს. იქ ტაძარში ქვის ქანდაკება იდგა. ამბა ანუბი დილით დგებოდა და ქანდაკებას სახეში ქვებს უშენდა. საღამოს კი ეუბნებოდა: შემინდე. და ასე დაასრულა კვირეული. შაბათ დღეს ძმები ერთმანეთს შეხვდნენ. ამბა პიმენმა უთხრა ამბა ანუბის: მე გხედავდი ამ კვირას, ქანდაკებას სახეში ქვებს რომ ესროდი და პატიებას თხოვდი. ასე იქცევა მორწმუნე ადამიანი. ბერმა უპასუხა: ამას თქვენს გამო ვიქმოდი. როდესაც ხედავდით, როგორ ვესროდი ქანდაკებას ქვებს, ამბობდა ის რაიმეს ან მრისხანებდა? არა, უპასუხა ამბა პიმენმა. ან როდესაც სინანულს გამოვთქვამდი, განააღელვებდა ეს მას და ამბობდა არ გაპატიებო? არა, კვლავ მიუგო ამბა პიმენმა. აი ჩვენ 7 ვართ. თუ გსურთ ერთად ვიცხოვროთ, ამ ქანდაკებასავით ვიყოთ, რომელიც თუნდაც შეურაცხო, არაფერი აშფოდებს. თუ არ გსურთ ასეთნი იყოთ, აი ამ ტაძარში 4 კარია და ეყველა იქ წავიდეს, სადაც სურს. ძმები მიწაზე დაემხნენ და ამბა ანუბის უთხრეს: ისე მოიქცევით, როგორც შენ გსურს, მამაო, და დაგემორჩილებით, როგორც გვეუბნები. ამბა პიმენმა კი თქვა: ჩვენ ერთად გავატარეთ მთელი დრო და ყოველივეს ბერის სიტყვების ამებრ ვიქმოდით. ერთ-ერთი ჩვენგანი მან იკონომოსად დაადგინა და რასაც ის შემოგთავაზებდა, ვჭამდით. არც ერთი ჩვენგანი არ ამბობდა, სხვა რამ მოგვიტანე, ან ამის ჭამა არ მსურს. და ეს დრო სიწყნარესა და სიმშვიდეში გავლიეთ. ვინც ცდილობს თავი უფლის აღსარებლად და მისი მოძღვრების მიმდევრად წარმოაჩინოს, მაგრამ მისი მცნებებისამებრ არ იქცევა, ის განსჯილია, თუნდაც მას განსაკუთრებული საღვთო განგებულებით მრავალი სულიერი ნიჭი ჰქონდეს მიმადლებული. უფლის სიტყვებთან დაკავშირებით მერყეობასა და ეჭვებს არ უნდა მიეცე, არამედ ღმრთის ყოველი სიტყვა უნდა მიიღო უეჭველ ჭეშმარიტებად, ცხოველმყოფელად, თუნდაც რომ ბუნება მის საწინააღმდეგოში გაჯერებდეს. სწორედ ამაში არ რწმენის ღვაწლი. ვინც მცირედში არ ერწმუნება უფალს,
ის ცხადია მისგან მოცემულ აღმატებულს მით უფრო ვერ იწამებს. არეგების საკუთარი მოსაზრების საფუძველზე უფლის ნათქვამის მიღება ან უარყოფა. უნდა გვწამდეს, რომ უფლის სიტყვები უფრო სარწმუნოა, ვიდრე საკუთარი შეხედულებანი. არის შემთხვევები, როდესაც თითქოს და კეთილად ვიქცევით, მაგრამ ღმერთი არ იწირავს, რადგან მცნებებს ისე არ ვასრულებთ, როგორც ეს უფალმა გვამცნო. ღმრთის მცნება არა კაცთ მოთნეობისათვის უნდა შეასრულო, ან სხვა რაიმე უკეთური განზრახვით, არავედ მხოლოდ ერთადერთი მიზნით, სათნო ეყო ღმერთს და განადიდო იგი. უფლის მცნებები სუფთა სინდისითა და კეთილგანწყობით უნდა აღესრულებოდეს, ღმრთისა და კაცის წინაშე. დასჯილი იქნება ის, ვინც სხვაგვარად მოიქცევა. ქრისტიანი ისე უნდა ასრულებდეს უფლის მცნებებს, რომ ირგვლივ ყველა ნათლდებოდეს და ღმერთს ადიდებდეს. უფლის მცნებები დაუშრეტელი მოშორნეობით უნდა აღასრულო და მოუკლებლად, სულ უფრო და უფრო წარემატო მათში.